ეს არის დამზღვევი? კაი. ამაზე ვდგავართ? მოგესალმებით, ცა მომეშვა. როგორც იქნა, ქაბატონი ნუკი დაგტანხდა მოსვლაზე. ნუკი კოშკელში. მოთხოვეთ რომ არ დაგტანხდით. ვაბუქი. კაცი, არ გითხოვია აქამდე? პირველი შემთხვევა იყო? როგორც იქნა? შეგიძლია რა, ცოტა იმიჯი რომ მიიღო, ძალიან უარზე იყავი და ჩვენ ვეხვეწებოდით. ოკეი. არა. ძალიან სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა ნუკი რომ უმარტივოსად დამთავრდი რა. ანუ არ ვიცოდი მეგონი სად მოვდივდი და მაგ უკვე ძალიან ვინანე. რა ცოტა პანიკური შეტევა მაქვს, იმიტომ რომ ისე გაუკვირდა ყოველს რომ შემოვედი. ანუ მოხვედი მართლა? ოკეი. იმიჯი გაქვს ცოტა ტელევიზიონში კის და თავში რო აღთხოვე ავარ. შენც როგორი იმიჯი გაქვს მიკროფონთან რო არიცი, როგორ ილაპარაკო? აუ რა გამიტარაკეთ. ხოდა ეგეთი იმიჯი რო გაქვს, ყველას გონი აქეთ YouTube-ზე რომ აი არ გიკადრებთ თუ რაღაცა. აუ ძალიან მინდა რომ მეც ამ YouTube-ის ნაწილი გავხდე, იმიტომ რომ მომწონს მირჩევნია ტელევიზიას. თულია და რა მოგწონს აბა YouTube-ში? ნახე, უფროსი რო არ ყავს, რასაც გინდა რომ იმას იტყვი. უფროსი Instagram-ზე და TikTok-ზე ხო არ ყავს? არა, ნახე, Instagram-ზე და TikTok-ზე ხმე 40 წუთი რაღაცებს ვერ ვილაპარაკებ. რატო? რომიდან მოусმენს? ანუ არ ვერ ვტვირთობ, ცადე და არ იტვირთება. გასაგებია. რა, კაი, უცბად ჰოპ და შემიძლია და ყველაფერი. მაგრამ YouTube-ს თვითონ ეკოსისტემას ქართულ YouTube-ის არ იცნობ, როგორც მივხვდი. ჯერ არა. ხო. ჯერ არა, საერთოდ არ იცნობ, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა გვიყურებს ისე რომ არც იცი ვინა ვართ საერთოდ. არა, ეგეთი იმიჯი გაქვს. ახ შენ ვაჟას არ იცნობ მართლა? Instagram-ზე ვაჟას იცნობს ყველა. რეკლამა მინდა ერთ-ერთი საკვები ობიექტისო. ეგ ვარ მე. არა, ეგ ვიცოდი. მაშინ დაგხსნე. მე ვინ ვარ მე ვეთქვი რა შენ რო არ უთხრა. ჰა, მე ვინ ვარ მე ვეთქვი შენ რო არ უთხრა. ეს არის იმე ჩოილარი. ქართული მეც YouTube-ი. ერთი წუთი, კაი, გავიგე, მაგრამ თქვენც არ იცით მე ვინ ვარ მაშინ. არა, შენ რომელი? რას ქვია? ანუ არ ვიცნობთ ერთმანეთს ქვია მაგას, არ არ შევხვედრივართ. ძმაკაცობთ, მაგრამ შენი კონტენტი ჯერ, ვიცით, ჯერ. YouTube-იდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული. ანუ ჩვენ ვიცით, რა გიკეთებია, რა ჩხუბებში ყოფილ ხარ, რა დრამები, რა სიხარული, რა გამოიარე, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენ ემზადებით გადაცემისთვის. ხო და მეც გაგიცნობთ თქვენ და მე ვიმეგობრებთ. აიცან. კი ბატონო. ჩოილარი 1, ჩოილარი 2. იზი არის ძალიან. მაგაში პირველი ვარ? ხო, აბა, ძალიან კაი. კალა, გავაცანი შენი თავი. მე ვარ გიორგი კალატოზი, 33 წლის. მუშაობდი ტელევიზიებში, ვიყავი კომენტატორი საფეხბურთო. ასევე მე მგონი გიცნობ. ჩვენ ეხა რაღაც ჩვენ მუშაობდით. არა, ჩვენ მუშაობდით ერთ გადაცემაში. ოღონდ. არა. არა, კაი, ეხა ეგ დროში არა. დროში ავწდით, ანუ ანუ უბრალოდ ერთ გადაცემაში. ერთ გადაცემაში მუშაობდით, ოღონდ შენ სხვადასხვა წელს. მუშაობდით ძალიან ადრე და მე მუშაობდი ძალიან მერე. რომელში? და დილით ჩვენ მუშაობდი საღამოთი ეს. კაი. დილაში ვიყავ მე სპორტის მიმომხილველი, მაშინ ილო იყო, წამყვანი და ოთარი იყო, წამყვანი. ანუ მე ქემაინც ეგ არ მიქნია. კი. მაგრამ მე სხვადასხვა შორის გიყურებდი შენ განსხვავებით, იმედის დილა როცა მიყავდა ხოლმე. ეთქო მე დილით აღარ იღვიძებდი ხოლმე. ანუ რაღაცა დიმენციური გამოვედი ხა თქვენთან გადაცემა. ტუები დაედება, არა უშავს. მახარ, წარადგინე შენი თავი. არა, მე არ მოვუჩენილ ხა შენ მეზო გაგზელება. არა, გიორგი. მე ვარ YouTube-ის მესია. არ მიყვარს მე. თვით მარქვია იმენა. თავდაბალი. ძალიან თავდაბალია. თუმცა ნუ ხალხი წყვეტს ამას, მე არ გადამიწყვეტია. პირველ რიგში YouTube-ზე რომ შემოდიხარ, მე უნდა მიცნოდე. ოკეი. ეგ შეცდომა უკვე დავუშვი, იმიტომ რომ ეს ტელევიზიონში კური რაღაცა აქაც გადმოახრიალე. იმიტომ რომ სნობიზმი და ეს იმიტომ რომ YouTube-ზე შემოდიხარ, კაცშვილი არიცი ვინ არის. სნობიზმიო გეუნება ადამიანი, ვინც თქვა რომ YouTube-ის მესია ვარ, აი მე დაიწყო. აი ნახე, ეს უფრო დათ მომწონს. ზირთად ეგრე ხდება ხოლმე. იმედის დილის გადაცემის წამყვანები ხო? ეგ მოიცა, სანამ დავილაპარაკებდით, ეგ იქამდეც ეგრე ხო იყო. რა თქმა უნდა. იმედის დიდი ხო? არა, ნახე, მომისმინე. YouTube არის თავისუფალი სივრცე. მე რომ მოვედი ესე დაბნეული და არ ვიცი სად ვარ და არ ვიცი ვინ, უნდა გამაცნო, უნდა რაღაც სტუმარმას არა, გითხრა მესია ვარო ეხლა. ძი დააკაკუნე სანამ შემოხარ, შემოვარდი ხა. გაიდგიფეხი და მე გამიცანით ყველა ვიძახი, ეგრე სადაული წესია.
ჯერ სახში შედიხარ, ვიღაცას უვარდები ჭამ მე ვთქვი გამარჯობა, მე ვარ ნუკი კოშკელიშვილი, ძალიან სასიამოვნო თქვენ? გიორგი, ძალიან სასიამოვნოა. ასევე გიორგი. გიორგი. მე ვთქვი გიორგი. აი, ერთი იდეა მაქვს. მახარა მქვია. მახარაზე გადავიდეთ უკვე მახარაზე? იგი ამა. მახარა სახელი? ნუკი. ობიექტურად ხარ გავაცნო თქვენი თავი, მე მგონი რომ წარმოდგენა არა, ობიექტურად ხო მესი არა. აჩ შენის მაგიდა რომ ეს კაცი მესი არ არის? არა, ობიექტურად, აბსოლუტურად ობიექტურად წარმოადგენ ახლა თქვენ ორივე. კი ბატონო. ვისი და რომლის დაიწყო? იმითი დაიწყე დაბლის. კალა არის YouTube-ზე ყველაზე პოზიტიური, ყველაზე დადებითი და ერთ-ერთი ყველაზე ყვარებადი როგორ არის, ანუ ყველაზე მეტად რო უყვართ ეგეთი YouTube არხის შემქმნელი, რომელმაც 10 წელია, ხო, უკვე რამდენი წელი აკეთებს ამ საქმეს და ძალიან უყვარს ხალხს. 10 წელი YouTube-ი. 250-ზე მეტი 1000-ზე მეტი გამომწერი ყავს კალას. მაგარი ბიჭი. და ერთ-ერთი ყველაზე ის გამორჩეული დადებითი პერსონა არის რა და ადამიანი. შევნიშნე. ლექსის ხო თქვა. რაც შეეხება თქვენგან ხელმარჯვნივ ზის ადამიანი, რომელიც არის YouTube-ის ყველაზე რეიტინგული პერსონა, ეს ცალკე აღებული პერსონა, არის აბსოლუტურად არაადეკვატური, საუკეთესო ძალიან კარგი იუმორის მქონე. უბრალოდ ხანდახან ცოტა გამოსდის ხოლმე ამ პირდაპირობაში და რაღაცეებში ცოტა უხეშად, მაგრამ ძალიან უყვარს ხალხს მახარაც არანაკლებ კალასი. და ეს პოდკასტი ზოგადად არის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი პოდკასტი მთელ YouTube-ზე. ყელს გამოგყავ. ეს არის პატარა პრეზენტაცია. აჩი, სლაიდები გაქვს რო გავუშვათ. ესე ვერ გაიგებს ესე. ჩვენ ვარ ძალიან პირდაპირ, ამიტომ არაფერი გეწყინოს. იმიტომ ვიცით რომ შენც ძალიან კრიტიკას იგებ. რა თქმა. ანუ მოვედი რომ მცემოთ თუ რატომ შემოვედი და ანუ არავის არ იცნობდა ტელევიზიიდან ხარ მოსული და ანუ აი თავში გასავარდნილი და მოიტანდი ჩვენთვის. არა, რა ვიცი, ბიჭები არ ხმარობენ ხოლმე. ერთ რაღაცას ვიტყვი რა. სხვათა შორის არავინ არ მოგვიტანდა. სხვათა შორის პოდკასტში ყოლია ძალიან ბევრი ისეთი ნონა გაფრინდაშვილი, მაია ასათიანი, დათო ტურაშვილი, ბევრი ისეთი ადამიანი და ჩვენ პროდიუსერს რო უთხარი რომ ნუკი მოდის მეთქი, როგორ გაუკვირდა იცი რომ ნუკი როგორ დაითანხმეო რა. ვინა შეჩება. არჩილ. და რატო შეგიძლია მე რატო? გაუკვირდა და ძალიან ეს არის ზუგდიდელი. და და იქ რომ ცნობილი სახეები ხო თბილისზე უნდა ჩაიყვანოს ზუგდიდში და მაგას არის მიჩვეული. აქვე რო ხარ, მაგას ვერ ითავისებს რომ შეგიძლია უცებ მოხვიდე კლდანში. ისე საცხოვრობ ნუგი. ნიუ-იორკში. და აქ ძალიან ისე პასუხი ხარ. არა, სად ცხოვრობ? კლდანში ზიხარ გადაცემაში და ნიუ-იორკში ცხოვრობ. აქ საცხოვრობ. აქ ვცხოვრობ მოსეშვილზე. მოსეშვილი ცოტა ზღით უნდა გეცხა ნიუ-იორკის. მოსეშვილი აი თითქოს შეუთავსებლობა რა. არა, მოსეშვილზე. ან აქცენტით. მოსეშვილი. ნიუ-იორკში რატო ცხოვრობ? გავთხოვდი სარფიანად და კარგია. ეს არის და იქ ცხოვრ, ანუ საცხოვრების ანუ კითხვაზე მართლა თუ მისმევ კითხვასა და ჩვენ ხო შევთანხმდით რომ არ ვიცნობთ ერთმანეთს და გაცნობით ხარ, ეგიდით ხარ, ჩამო რამე ეგიდით ხარ, ჩამოსულ ხო ქართველი ხარ. რა თქმა უნდა. ხო, არა, რა. ეხლა მსოფლიო ჩემპიონატი ყველა იქ არის და შეატო ხარ აქეთ. ხო და მე გამომაგდეს. ვიზე გაუწევ და ხმას დაშორდა შეიძლება რა შენი საქმეა. მარტო შენ კი არ შორდები ხო? მსოფლიო ჩემპიონატზე ვიკითხე რაღაც, შენ რა გინდა ვერ გავიგე. რატო იცის ადამიანის პირად ცხოვრებაზე რა? სიროპების ხო? ხიხულია ბიჭო. ესე ლამაზად ნუკი რომ მოვიდა მაგდა ჩაიცვი. ძალიან კარგად გამოიხურები. კი. რა კი? კარგად გამოიყო. იასნა. მე სხვადასხვა პირიქით ნუკის ხა შორდან ესე როგორც ვიცნობ პირიქით ეგ უშუალობის განცდა უფრო მქონდა ტელევიზიაშიც რო უყურებდი რა არ გქონია. ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ იცი როგორ გამომიყვანა რომ აი რაღაცა თავში მაქვს ავარდნილი, არ იცის რატომ დაგვიანა მართლა და საცხოვრობ მეთქი ქართველი და ნიუ-იორკში მეუბნება და ბიჭო იქ ცხოვრობ. ქართველები გონია რომ ნიუ-იორკში არ ცხოვრობენ? არა, ეგ ცხოვრება მე ეგ მართალია, მაგრამ ეგ მართალია. მაგრამ ნუ სად ვცხოვრობ? შემიძლია გითხრა აქ, მაგრამ სამწუხაროდ მუსიშვილზე. არა, ძალიან კარგი ადამიანი ყოფილიყარ მართლა ადამიანათო. არ მოგწონვარ, ზუსტად ვიცი რომ არ მოგწონვარ. აი ის როგორ ყოველთვის გქრს. ამას არ აუშავს და შენ არ მოგწონვარ. ხო ეგრეა, დედას გაფიცე. არა, არ ამგონია, მახარა უბრალოდ ეხა სტილი აქვს ესეთი. სტილი აქვს ესეთი აბსოლუტურად და ხანდახან გამოსდის ხოლმე ცოტა ისე, მაგრამ სიყვარულს გამოხატავს ეგრე პირიქით. ბოლომდე არ მივსვლართ გადაცემას. ბოლოს უკვე ოფლიანი ვიქნები და ძალიან დაღლილი და მე მართლაც აღარ მავალ არის. ეგ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტელევიზიის ხალხი YouTube-ზე ნერვიულობენ ხოლმე რა. არა, მოიცადე? ნერვიულობ YouTube-ზე კი არა.
ტელევიზიის ხალხი ეგ ხო საბოლოო იარლიხი არ არის. შენც ხო იყავი ტელევიზიაში. გიორგის მიყავდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგული გადაცემა. ჯუი ბიჭო. სადაც ერქვა ხუბდეთ ამაზე. კი, რაზეა? მე სვამაზე ხუბდე. კავშირო ნახა. არა, რაღაც ადამიანს ყველაზე მეტად აკავშირებს საერთო მტერი. რა თქმა უნდა, კი ბატონო. გიორგის ქონდა ესეთი გადაცემა, ერქვა მაქსი, იმ გადაცემაში ხო ეგრე იყო? მე რა. ტელევიზიას რა ერქვა? ტელევიზიას რა ერქვა? შენ გონი მე რამდენი წლის ვიყავი ტელევიზიაში რო ვიყავი? 17. მიახლოებით. რომელ ტელევიზიაში იყავი? ყველაში. BBC უნდა გეტყვი, ეხა აი მინიმუმ BBC-თ უნდა დაგეწყო, იმიტომ რომ Prime იმედი. ანუ ეხლა რო არის კი არა. Prime იმედი იყო მაშინ ძმა. ხო არა, ეხლანდელ იმედში არ ყოფილა. 16 წელი, რატო? 16 წელი. 16 წლის არ ვიყავი, მაგრამ ხო რა. მის საქართველოს მე იყო ეგ ამბავი, ხო? ხო, მის საქართველოს. შენ რამდენი წვალება გამოიარა ისე? ეხლა რო გადავხედე რაღაცებს, აი შენც მაგარი ნატანჯად მოდი ხარ. ნათრევი ყველგან. გეკუთვნოდა ნიუ-იორკში გაწყვეტო მართლა. ვა. მე მახსოვს მის საქართველოს მახსოვს მაგ დროს უყურებდი ხოლმე. გულშემატკივრობდი სხვათა შორის. ჩვენ მართლა ძალიან დაკავშირებით ეხლა. და გულია მე. და მახსოვს იმეჯში რაღაცა ისტორია აქვს მოყოლი, როგორ მოხვდი, რომ რაღაც სტუმრად იყავი, ხო? არა, ნაშრომი იყო. აუ. თუ საუბრობენ ისე. ერთი წამი მოცადე. თუ ის გავივიღე? ეძებდნენ დილის წამყვანს და იღებდნენ პრომოს ამ მის საქართველოს გოგოების და ყველას გვათქმევინეს რაღაც აი დილის რის ნახევარია, გარეწვიმს, მე შემოვიდან ხალის თქვენს ხორბაში და ნუ მეც ეს წინადადება. ერთ-ერთი მის საქართველოს რომელიც ერუდირებულია. მე ვარ მის ინტელექტი, იცი? სილამაზის კონკურსში. მეტი ვერაფერი ვერ გავხდი. ვარ მის ინტელექტი. სილამაზის კონკურსში. ანუ მაგაზე ფსკერი არ არსებობს. შენ გონი რამეს მაწყენინებ მაგის მე. არა, მოიცა. ისა ყველაზე უგემოვნოდ ეგეც ვარ. ყველაზე უგემოვნოდ დაგასახელე. არა, უგემოვნო რატო არის? ადამიანს ფერჩატკები. ფერჩატკებიაცი. ფეხთათ მან. შეულებრივი ფეხთაც ვერ ეჭიდები მიწაზე თუ აი. ესე თუ არ უქენი მიწას ასე უნდა ვიარო. ხო და ნახე ყველაზე უგემოვნო მის ინტელექტი სილამაზის კონკურსში. ახლა რა უნდა მითხრა შენ მე ისეთი? ხო, მართალია. რომ რაღაცა არა, მის ინტელექტი ის არის. ნომინაციაში მოიგო, არ გახსოვს? ლალიმ რო ჩანგალი გააქანა მე. შენ დაგა. ორი არა, ორმა წააგეს. ანუ ქალბატო ლალიმ და ნუ კი წააგეს, წააგეს რა ანუ. წააგეს რა მოვიგეთ. მოიგეს ხო. შენ ურეაქციოდ შეხვდი? კი, სხვათა შორის კი. ვა. ძალიან chill. ეგ ძალიან მაღლა გაყენებს ცივიღაცებზე. მართლა? კი. ნელ-ნელა მოვეწონები. ნახეთ, გადაცემის ბოლოს შეიძლება მოვეწონები. ოღონდ ვიც უგემოვნოდ დაასახლა იმ ქალს ეცვა გარდერობი რაღაცნაირი, აი იმენა პლავა ლაგუნათთვის ვარი, აი მაგან თქვა რომ ეს არის ყველაზე უგემოვნო. ნუ გემოვნებაზე დავაბე. რუსული შკაფები იყო ხოლმე, შუშიანები. ანუ მართლა. კი. საბჭოთა იყო, სტენკა. ჯერ რა ნომინაცია, ეგ ვინ მოიფიქრა, აი რა პონტი ადამიანს დაპატიჟო ტელევიზიაში და ამერიკაში. რა წლის ყველაზე უგემოვნო აი შოუები იყო ხოლმე, სადაც ეგ გაიტრენდა, რომ ვიღაცებს უგემოვნოთ ასახელებდნენ, ოღონდ აი ძალიან ჩილი იყო და აქაც გადაწყვიტეს მაგის გადმოღება, რომ მოდი ახლა დავასახელოთ და მაშინ იყო შოუები, აი ეგეთი შოუები, რომ არა, შოუ დაიდგა მე, ლალიმ რაც ქნა მე გაფრინდა ჩანგლით. მე არ ვემიჯნები მაგას და ძალიან მომეწონა ეგ. ექსაქციები. დაარტყა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს უნდა მიეზღოს იმისი, რაც დააშავა რა. და მე ხა მოვდივარ და არ ვიცი, ეხა ეგ წინასწარ იყო გაფრთხილებული, იყავით გაფრთხილებული. რა არის ჩეჩემ, ეხა ეს რომ ხოლ დაგასახელებენ შენ. არა, რო არის წინასწარ და რო არცეუბნები ხალხს, რომ იცი რა იქნება კიდე მის უგემოვნობა კი არა და უგემოვნო წლის ყველაზე უგემოვნო ადამიანი ბიჭო, ანუ რამხელა შევაწყობ. თქვა, შეიძლება იქ არ მიხვიდე, რომ მაინც თავში რა თქმა უნდა. რო არის და ჩუმად რა ეგ არ მოსულა რა. ეგ არის გაჩალიჩება და მოხდა. ლალი იყო ჩემი ისა რა ქვია, ლექტორი. მაგ დროს, ანუ ლექციები გვიცდებოდა, დაჭერილი იყო. და გვითხრა ეგ რო სხვათა შორის წინასწარ რაღაც პროვოკაცია ხო არ იქნება, გაფრთხილებულიო, არაო, ესე მითხეს რომ არაკაც რასისულელიაო და მე რაც მოხდა ყველამ ნახა. მაშინ ეკუთვნოდა რა. თან ლალი ისეთი არის. დამწყმელი გულისწამელი. არაპატია. არა, მაგ სიტუაციაში შეიძლება ლალის მოსაზრებები,
მე მიყვარს რა ვაფშე რო არ ყავენ მოც ვინ გამოვიდა კარგად წერან ხო ნუკლეის უთხრა რომ შენ ამაღლდიო მაგითიო და ის ამაღლდა თავისთან ნუ დაახარა ყველა ამაღლდა და ეს ამის იმან დაარტყა კაცო ამას მაგრამ ეს მაინც ნუკი დაარტყამდა რო არ დაარტყა ლალის ხაი მაკლდა რა მეთქი ან შენან მე რომელი გინდა და იმან კაი მე ვიზამ ინსტაგრამზე რამდენი გამომწერი ყავს 380 არ ვიცი მარტო კაი არ ვიცი და ვიდეოებს ნახულობ ხოლმე შენით და გაქვს შენი პროდუქცია კი დელივერიზე მუშაობ კი და სხვა შეს ეგრე დავიწყე კიდაც და ეგრე აპირებ გაგზელებ მე მგონი მოიცა როგორ ეგ ანუ მართლა მე თვითონ მე დამაქვს შენც და გაქვს თუ არა შენც არა მე მარტო შენ და ესე ცოტა გეყიდება არა ნახე ამერიკაში როცა შემოდი შეკვეთა შენ და შეფუთო ეს შეკვეთა გააფორმო შეკვეთა შეხვიდა საიტია ამერიკის პოსტი სადაც ლეიბლი ასე ვთქვათ გამოდის ხედავ რა შემოვიდა ფუთავ ამ რაღაცას და მიგაქვს პოსტაში ამას ვაკეთებ მე მე და ჩემი შვილები თან აი ბავშვი რო მშობიარობა რო დამეწყო და ჭინთვები რომ მქონდა მაშინაც ვალაგებდი ჩავალაგე წავედი ვიმშობიარე დაუბრუნდი დამხვდა შეკვეთები შევფუთე აქ უფრო მეტი იყიდება თუ იქ არა აქ რა თქმა უნდა აქაც შენით და გაქვს არა აქ ჩემით არ დამაქვს რა იქ ნიუ-იორკში არავინ არ გიცნობს ნიუ-იორკში შეფში უფრო კარგია სიარული ალბათ მაგიტომ კი არა რომ აქ ვიღაცა მიცნობს აქ უბრალოდ ძალიან ბევრი შეკვეთა არის და ვერ ვახერხებ და იქ ერთ ადგილას მიმაქვს პოსტაში და პოსტიდან ნაწილდება ბევრი ხართ ვინც ეს წარმოება დაიწყო ბევრი არა სამნი არა მეტნი მართლა კი მე დავიწყე 2020 წელს და მე უკვე ნელ-ნელა არ ვიცი 1 2 3 4 ხუთი ხომ მე ხუთი 1 2 3 მე ძალიან მოხარული ვარ მაგით იმიტომ რომ ეგ კოსმეტიკა დავამზადოთ ქართველებმა ეგ არ იყო ჩვენთან ხო და ძალიან მაგარია ძალიან მაგარია მაგრამ ეს ყველაფერი რომ მზადდებოდა ეს პარიზში უფრო მაგარი იქნებოდა პარიზში რატო კონკრეტულად ის არის და კაჩისტო ხარისხი რა შენ გონი რა კონკრეტულად პარიზში ძალიან კარგი ხარისხია? არა, მე ვცდილობ გავაშავო რაღაცეები. ნახე. ჩემი ტუჩსაცხები მზადდება მილანთან ახლოს. ბატონო? უნდა წამოგიღო 2 ცალი მაინც. გამოგიგზავნე. კაცების ხაზი არ გაქვს, ხო? სახის მოვლის ხაზი რა მნიშვნელობა აქვს ქალების და კაცების ერთი და ჩემი ქმარი მიყენებს. ტუჩსაცხებს ვაწარმოებთ 90%-ს იტალიაში ერთსა და იმავე ქარხანაში, დევს ხო შეს YouTube-ზე ვიდეო იმ ქარხნის, იქ მისვლის, იქ ჩინეთში არ უბერა? ჩინეთში არ პარკებს უბერავ ჩინეთში. არა, ნუ შეგავშევ პარკებს ჩინეთში ხა გადავედი, იმიტომ რომ ძალიან ძვირია საქართველოში პარკების გაკეთება. სახის მოვლა კორეაში. თავიდან ბოლომდე. ფანქრები გერმანიაში კეთდება, ტუში კეთდება საფრანგეთში, გაგიხარდა, უბრალოდ პარიზში არ არის. მახარაბა, იხა გაიწევს. რაც მთავარია, შეგიძლია შეხვიდე საქართველოს საბაჟო სისტემაში და ნახო, რომ ეს მართლაც იქიდან მოდის. აქვს FDA, აქვს Prop 65, იყიდება კალიფორნიაში ასევე, იმიტომ რომ არის უგლუტენო და ძალიან კარგი და ნუ მიყბენ მაღაზე, იმიტომ რომ რაც მე მაღაზე ფული მაქვს დახარჯული და ნერვები და კიდე ვიღაც ინფლუენსერები, რომლებიც რაღაცებს ცდილობენ რომ გააშავონ და თქვენ ცუდი რაღაცები. შავებენ ხო, ეგ მაინტერესებს. იმიტომ რომ რაღაცა ზიზღი და ბოღმა მაინტერესებს. კონკურენცია. ალბათ. არ ამგონია რომ ეს იყოს კონკურენცია, ეს რაღაცა იცი რა არის. ბოღმა ალბათ რომ თვითონ არ აქვს და სხვა. ადამიანი ყოველთვის საზღვრავს თავისი საქციელი. პირდაპირ ლაპარაკობ, მითხარი ვინ ინფლუენსერები. არ ვიცი, ვიღაცები ხო არიან, ვისაც სახელით და გვერდით. ბიჭო, შენ არ იცოდი ვინ იყო, ხე ინფლუენსერები რაც არ ცოდინო. არა, ვიღაცა ხო არის აი ჭორის დონეზე, რომ უნდა რომ გააბაზროს, რომ იცი რა უხარისხოა და ამ დროს აქ მე მეორე მხარეს თავს ვიკლავ რომ ხარისხიანი. უხარისხოას რო იძახის. ეს ნახე ჩინური ტირე უხარისხო ეს წარმოდგენა არის და შენც ესე დაიწყე პარიზში რო აწარმოებდე უკეთესი იქნებოდა და აგერ ვაწარმოებ. ეს არის იმ ხალხის მიერ თუნდაც მაგას ძახის რომ პარიზში უმზადდება ესე კარგია თორე. არის. მე სრულად 100% ამ ხარდაჭერას უცხადებ ჩინეთს ხარისხში. არ არის მასე, არა. აი. არ არის მასე. ნახე თვითონ ნედლეული განსხვავდება ძალიან. ეხლა მაგალითად აი რასაც ვაწარმოებთ იტალიაში, ძალიან დიდი რაოდენობა ნედლეულის გვაქვს შეძენილი ისრაელში. და იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ჯობია ისრაელში. რაღაცები არის, რაც საღებავები არის. იწერ מחარ. ცოტა ყორაირია. ჩინეთში არ არის კარგი ნედლეულობა. არა, და რა დამიჯდება მე რეკშენ წარმოგიდგენია ჩინეთში.
და რისთვის ჩამაქვს ჩინეთში? ისინი აწარმოებენ ყველაფერს, ნედლეუს შენაწვდი, იქიდან მოგდის მზა პროდუქტი და შენ ბევრად მეტი მარჟაზე მუშაობ. შენ რო დაიწყო מחარ კოსმეტიკა. არა, მეზარება. რა უნდა შარტენში ატომ გონია თავი? არა, ვერ იზავ მაგას, იმიტომ რომ ნახე მე ამერიკაშიც მინდა რომ ოფიციალურად ვიყიდებოდე. ჩინეთიდან თუ შემოვიდა რაღაცა, მაგას ადებენ 1000 სანქციებს ახლა. ვერ გარისკავ. ტრამპის გამო. ხო და აბა მინდა მე ეგეთი რაღაცა. შენთან არა, მე იტალიიდან შემომაქვს, ახლა იტალიასთან ფანტასტიკური ურთიერთობა არის. შესაბამისად დაბალ ტაქსებს ვიხდი შედარებით, იმიტომ რომ ევროკავშირის ისიც მაქვს ლიცენზია. ამერიკა წყალობს იმას. კი, ევროკავშირს ბევრად უფრო ვიდრე ჩინეთს. კორეასთან საერთოდ ძალიან კარგი ურთიერთობა, ყველაზე ნაკლებ ტაქსებს ვიხდით კორეას და მაწყობს მე ყველანაირად. ნუ გამირთული გზას. ეს ჩინეთს ჩააჭირა, მაგრამ და რას ითხოვ ჩვენგან რამდენიც დაგაფინანსოთ ახლა? გიორგი, რას ფიქრობ? მე გავდივარ. ისე ფულს შოულობთ YouTube-ზე? ფული რა არის? აი ანუ აი რა ვიცი. წონა გითხარი ფულის. ნახე რო შემოვედი, მითხარი რომ აი YouTube-ი მე შევქმენიო და მე ვარო აქ მთავარი ადამიანიო და მაინტერესებს აი მთავარი ადამიანები რამდენს არის ეგეთ უხერხულ კითხავს კერგის მან. არა, რო შეხედავ ჩაცმულობით ვერ ატყობ, ხო? ძალიან ლამაზი სივრცეა, ძალიან. შენ არ გინახავს იქით კიდე. დამათვალიერებინა ოდნავ ხო გავიარე და აქ არის 8 სტუდია კიდე. ძალიან მაგარია. ძალიან კარგია და სხვადასხვა რაღაცები კეთდება ყველა სტუდიაში. სხვა კომპანიების საქართველოს ბანკის. ხო, დავინახე. სუპერ. ისინი არის რა, მასაც ეხა. რაღაცა ჩაკვდა სიტუაცია. არა, ის არის ხოლმე რა ფლექსავ, მე ცოტა ის თითქოს გამყავს. რა მე ის მინდა რა ექშენი მინდა. თან მერიდება რო კითხებ ჩხუბებზე და რაღაცეებზე. არა, რაზეც გინდა იმაზე მკითხე, ხო დავთანხმდი. რაღაცა ჩხუბებია იყო და. რა ჩხუბები? დრამები რამე? დრამები ხო იყო რაღაცე, მე ვიცი ეხლა. დრამები არის ყოველდღე. და მე უხერხულება რო კითხო რა რაღაცეები და აი რამე ჩხუბი ხوار გქონია ბოლო პერიოდში ვინმესთან ისე რომ ჩემ ქმართან მაქვს ჩხუბი სულ. სულ რა, ნუ გასაგებია რომ ის გეჩხობა ბეფულს ნუ ხარჯავს სისულელეებში და შენ მაინც იქეს აგძლებ, მაგრამ არა, ნახე, საერთოდ არ გვაქვს მაგაზე ჩხუბი. აბა რაზე, რო გითხრა ქმართან რაზე ჩხუბობ? აუ 1000 რაღაცაზე. აი რაღაცა დებილობებს ვაკეთებ, მე ის მეუბნება რატო გააკეთე ეს მე. რატო არ შორდებით თუ ტოქსიკური ურთიერთობა? არა, გვაქვს ტოქსიკური ურთიერთობა, მე მგონი. ერთო ჩემო დაიწყო. არის ტოქსიკური ურთიერთობა. არა, ისო ჩხუბობთ არ მოგბესრდა. ერთმანეთი? თუ ჩხუბი. არა, შენ გასაგებია რატო არ შორდები ნიუ-იორკის გამო, მაგრამ არა, რატო მე უკვე მოქალაქება ავირტყი. შეგვიძლია? რა თქმა უნდა. უკვე 7 წელია შემიძლია. ის რატო ვიყურებს ისე უხერხულა? ეხა იმას უნდა მოქალაქეობა. ქართული? რა თქმა უნდა. რატომაც არა. არა, რატომაც არა. ლაპარაკი როგორ იცის ქართულად? ისწავლა, ანუ აი რო ვჭორავობ ხოლმე ჩემს მეგობრებთან ძალიან ხშირად მიწევს სლენგის გამოყენება თუ არ მინდა რომ გაიგოს რას ვიძახი, იმიტომ რომ უმეტესობა ესმის. სლენგი რუსული უფრო? არა, აი რაღაც პონჩია ესეც სიტყვას ვიძახი რა. აი ის ტიპი შემოვიდა, აი რაღაც პონჩი. ჯერ დაამოღამა ეგენი. აი რაღაცა ესე. ან იც როგორ ვიძახი ხოლმე, აი მაგალითად მინდა რომ თქვა, არ ვიცი რაღაცა შამპანიური ვიტყვე შეზე რო იწყება პაუნიერით რომ თავდება და ვურთულებ და ვერ ხვდება რას ვიძახი. ვა, და ისე ესმის ხო? ეს როგორი ტოქსიკური ურთიერთობა. არ მაქვს ტოქსიკური ურთიერთობა. ძვე, აი, მახა ძალიან გთხოვ რა. არ შემიძლია მე ეგეთ რაღაცას ლაპარაკი. ხო. რატო გიმღებულობა ეგეთ რაღაცებზე ლაპარაკი? გააქანე პერტყე ეგრევე რა. არ ვარდება უხერხულდღაროში. შენ რა გინდა ბიჭო? არა, მე არ მიყვარს. ეს სტუმარს ას ვკითხავ და ასე რა. არავინ? მე მგონი თქვენ გაქვთ ტოქსიკური ურთიერთობა. ჩვენ ძალიან. ეგ იცის მთელმა ერმა. უბრალოდ ანუ ჩვენ ფინანსური შემოსავალი ფოკაკედან და ფიზიკურად ვერ ხდება. ვერ შორდებით. კი, ის 100,000 წილი ძალიან დიდია ამ პოდკასტის და მახარა ამიტომ ამშორდება, თორე რა თქმა უნდა აუტანელია მისთვის ჩემი მოსმენა. ვინ არ შორდება შესირო? შენ მოწებებული ხარ თუ მე ვარ მოწებებული? მე ვარ თავი წამყვანი და შენ ხარ? მახარ არ მშორდება მეთქი, ანუ ანუ ესე გამოდის რომ მოწებებული ვარ, ფეხზე ხარ ჩამოკიდებული, ვარ ჩამოკიდებული. ფეხზე სხვა რამეზე ხარ ჩამოკიდებული, მაგრამ საინტერესოა. მერე? მაკონციალებს ესე. ხანა. ერთი წამი მე მინდა რომ ნუკის YouTube არხს შევეხოთ რა, რომელზეც აუ ძალიან დამცინეს ამ YouTube არხს შემოვედი თუ არა ნუკის YouTube არხი, რომელიც მიბმული აქვს ეგრევე Upload-ზე Osmo-დან და არც ამონტაჟებს ეგრე, რასაც იღებს ეგრევე იტვირთება. კი, იმიტომ რომ მე არ მყავს პროდიუსერი, მეორე პროდიუსერი მიკროფონთან სიმპათიური ბიჭი, არავინ არ მყავს ეგეთ. ქმარი ყავს. მე ქმარი მიიღებს.
არ ჩვენ არ ყავდა მაგრამ მე რაღაცას ვიტყვი რა ძალიან საინტერესო ფორმატია ეგ ზოგადად იმიტომ რომ YouTube-ს ძალიან უხდება ბუნებრივობა ეგ მონტაჟის გარეშე არის აბსოლუტურად ავთენტური ბუნებრივი ნამდვილი კადრები რა რაც რეალურად ყოველდღე რა იქნება ნიშნავენია რა ყოველდღედებს ადამიანი რა ყოველდღე ჩათვალე რაც გადახდება რაც მოხდება ყველაფერს სარეცხის რეცხვა ბავშვის დაძინება გაღვიძება ჩხუბი ქმართან არა ჩხუბი ქმართან წასვლა პოდკასტში მოსვლა სახში ჭურჭლის რეცხვა საჭმლის კეთება მოგზაურობა აი რაც გინდა ყველაფერს ვაკეთებ საჭმელს გემრიელად გამოგდის ძალიან გემრიელად გამომდის ტოპ საჭმელებს ვაკეთებ. აი, ყველაზე შენი ტოპი რა არის? კარბონარა არ მითხრე ხა, თორე კარბონარა და კუთხეს ჩამოვარწევ თავს. არა, beef wellingtons გაგიკეთებ ისე, როგორც შეფები აკეთებენ. თუ პასტას ვაკეთებ, თვითონ პასტასაც მე თვითონ ვაკეთებ. ცომს და მე ვახვევ სახვევით ვჭრი პასტას. თუ მაიონეზის გაკეთებას ვაპირებ, იმასაც მე თვითონ ვაკეთებ ზეთით. და ყველაფერს პროექტებიდან შემოთავაზება არ ქონია აქამდე? მოვიგე თითქმის. თითქმის ბოლოს არ მომეწონა. ფინალში ვიყავი და ნუ ფინალში წავაგე. რომელ პროექტში იყავი? რა ერქვა შეფების ბრძოლა თუ სამზარეულოს ომები? სამზარეულოს ომები ხო ეგ ხო მიკერძოებული რაღაც. არ იყო მიკერძოებული, წარმოიდგინე იყო. აბა რატო ვერ მოიგე? 10 გადაცემა იყო თუ. თითქმის მოვიგეო ბიჭო, რა გინდა? არა, შეხედე, აი მოდი გეტყვი. 10 გადაცემა იყო, იქ რაღაც ვარსკვლავური წყვილები და ამბები. ყველა გადაცემაში ავლენენ საუკეთესო კერძს და ვიღაცა იმარჯვებს, ანუ ხან מחარა, ხან ის, ხან ეს, ხან. ყველა გადაცემაში გავიმარჯვე მე. ყველაში 10-ვეში. საუკეთესო კერძი ფინალში რა ქენი ეგეთი? ფინალში გულწრფელად შეგვეშალა და დავამატეთ აგარ-აგარი ძალიან ბევრი პიურეში და ძალიან ისეთი ტექსტურა ქონდა არა იდეალური. არ იყო ძალიან ცუდი. რეალურად ახლა ვიღაცას რო გავასაჯო ვერც მიხვდებოდა მაგას, მაგრამ ნუ ის შეფები ხვდებიან. პლუს ალბათ არა იმათ მარ აიციან. ნუ ახლა და მე მგონი 3 საათიანი თათფირის შემდეგ გადაწყდა რომ გაიმარჯვა ჭანომ და არა მე. ჭანო ვინ არის? სუხიშვილების მოცეკვავე ჭანო. აი მანდაც ეგ არის რა 3 საათი ნუ კი ცნობილი სახეა არ მოაგებინეს და მოაგებინეს სხვას. არა შემეშალო თვითონ თქვა. არა მართლა თუმცა მგონია რომ უკეთესი იყო ჩემ. 10 გადაცემა მე ვიდეო და მაგარი რო ხარ და ბოლო გადაცემაში. ეხლა ნახე სოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთი ყველა ჯობია მაგრამ ფინალში თუ წააგებს ვერ მოიგებს. კონო ეგ ბაზარია. მოიგო მაროკოს მოიგო. საფრანგეთი მოიგებს უეჭველი. არ არსებობს. ტურნირს. მან კონკურენტი და გათვლა იყო ესპანეთზე და საფრანგეთზე და ესპანეთი რაღაცა ისე მიდის რა ნორვეგია რა მაგარია. აურაგული. ბრავო. მახარამ გაამარჯვებინა ნორვეგია საჭმელები შევადარეთ ქვეყნების და პირველ ადგილზე ნორვეგია გაიყვანა. ნორვეგიის საჭმელები? ნორვეგიიდან ჩამოტანილი ორაგული იყო და ძალიან მესიამოვნო ვიდეო რო დაიწყო მე ორ ვაფეხავარო. ისე გამიხარ და მიხდი ხო? მივხდი. მე ვერა. არაფერი. ჩემ არხს ქვია ოქტოპუსი და ვიცი რა ფსარ გეუბნება, მაგრამ არა, სიტყვა ვიცი. ცარიელი აიყოს, არ აინტერესებდა, ანუ რა ქვია შენ ახს. არა, რატო ოქტოპუსი გავიგე? რვა ფეხა. და უყურებ კიდევაც ხო რაღაცებს აწი თუ შეგხვდა. აუცილებლად. თქვენ თუ გონიათ რომ ეხა რაღაცა რახან მეღადავებით არ მომწონხართ, ძალიან მომწონხართ, გამოგიწერთ მომწონხართ და სულ გიყურებთ. არა, არ თქვი ფიქრია. რა სისულელეა? არანაირი პრობლემა არ გიგონს თავში ავარდნილი ვიღაცა ვარ, იმიტომ რომ ეგ ცოტათი მგონია, მაგრამ იმედი მაქვს გადამიღეს. აი ძალიან ოდნავ. პასუხი არ მოიცა, მიწერე და პასუხი არ გაგცა? არა, გავიცი კაცო. გამცა. მე გადამკა, ანუ მე იმდენი იყო წამოსული, რომ აი ცოტა ხანი ხარ ხოლმე რომ აღარ გინდა არაფერზე პასუხი, აი ესე ვიჯექი რა. მესმის, ვიცი ეგ მდგომარეობა. ნუ მე არ მქონია, მაგრამ გამიგია. თან პასუხი არ გამიცა სისულელე იქნება, მაგრამ გავიცი, იმიტომ რომ ქალბატონი ნუ კი იყო და ეგ სისულელე ხა უპასუხოდ დატოვა, ანუ მოიცა ერთ რამე მოხდა იმასთან დაკავშირებით იყო რამესთან. არა, რაღაც მეგობრისთვის უნდა რეკლამა იმისი რა, საერთოდ. გასაგებია. არაფერი. მამა ჩემი უყურებს გადაცემას და მამა ჩემ ამთხოვა და არ გირჩევთ მართლა. მამას აქედან დიდი სიყვარული. ხო და მამამ თხოვა რომ მიწერ ხო რიცნაფო და მე ვთხარი მე მგონი მეთქი სადღაც გადავკვეთილვართო. თვითონ მოერიდა და მე ვთხოვა რომ მე მეწერა და მოგწერა და მე მითხრა რა მეგიფასახე რა მე ვთხარი დამსინა თქო. და კიდე მიწერო და არა მე ვთხარი მცხვენია მეთქი. მართლა? დედას გეფცევ. რამდენი წლის ხარ ნუ კი? 36 წლის. ვა. მოიცი თქვენ რამდენის ხართ? 36 წლის ხარ შეცდირო შენა?
ანუ ეხა ის რას ნიშნავს? ბებერი ვარ თუ რამდენს მოგცემდი თამაში მიყვარს ძახი? არა, რაღაც ვიტყვი, იმდენი წელია შენ ჩახარ ეკრანზე, რომ მე რატომღაც ის მქონდა განცდის დონეზე მქონდა, რომ ეხა ვერ ვიცი. ო, მართლა იმედში რამდენი წელს იყავი ნუ? ეხა ძალიან მიჭირს, მაგრამ არ მიშვებს. იმედში რამდენი იყავი მართლა რომ დაიწყო? 18-ის. 18-ის. ვა. ანუ მართლა ეგრე გამოდის. բայց ეხა ბოტოქსის გამო ხარ ესე? ეგეთი ბედნიერი. არა, ეხა ბოტოქსმა გამიარა და მაზოლზე ფეხს ნუმაჭერ. აბესა, წეგანდელი რაღაც უხარია, ვერ ვიგებ რა უხარია. აი არ მაქვს წეგანდელი მამა ჩემ დაიღუპა, აი თვითონ რაღაცას ელოდე, არ ვერ ვიგებ. ეხა მივხვდი. არა, არ მაქვს, გამიარა, ეხა ძუძუძუ ყავს ბავშვი და არ შეიძლება ბოტოქსი, თორე ჩემზე მეც არავინ არ დაირჭობდა დედამიწის ზურგზე. რატო? დავიწყო. ხო რა, მაინტერესებს მაგრამ. რატო? წარბები მაქვს ძალიან მახინჯი. რატო? აი რაღაცნაირი. მაგით გაიუფერო რომ საერთოდ აღარ გამოჩნდეს. აი წარბები მაქვს ძალიან მახინჯი და ბოტოქს რო ვირჭობ, ისე მივირჭობენ ხოლმე რომ ეს წარბები ესე ჩამოდის და სწორი ხდება და ეგ მომწონს თან. ეს შენი შეხედულება რომ მახინჯი გქონდა გითხრეს რომ ნუ კი რა არის წარბები? მე ის ჩემთვის ისეთები უთქვამთ რომ მათ შორის წარბები. ხო და რატო? არ მომწონს. ხო ფიქრობ რომ ეგ ხალხი უბრალოდ მოიცა თვით შეფასება ცუდი არ ქონია ეხლა მის საქართველოზე გახვედი ხო? აბა ბიჭო, ის როგორ მიყვირს? მაგრამ ბებია ჩემი მეუბნებოდი, რა მიზი გოგო და მეც აი ბებია ეგრე მივედი, გამარჯობთ, რატო ხარ დღეს გამარჯობთ, მე ნუ კი ბებია ჩემი მეუბნებოდი, ძალიან კარგი გოგო ვარ და ამიტომ მოვედი. აი მიახოთ ეგრე, აჰა. და მის ინტელექტს რო ვერაფერში მოარგეს ხომარ იქ ხალხი მე მის ინტელექტი არა ის როგორ რაღაცა იყო რომ ყველა ძალიან ლამაზი და მე და თან ეთყობა პიროვნულად მე უფრო მოვწონდი ვიდრე დანარჩენი და აი მოიგონეს რა უყოთ რა ინგლისური ვიცი ეს ვიცი ეს წაკითხე მოდი რაღაცა მის ინტელექტი და ეგრე მოიცა სხვები ვიღაცები არ იყვნენ რომ არაფერი არ გახდნენ თუ ყველა რაღაც ხდებოდა არა ყველა საბოლოოში რაღაცა გახდა მის ძმაკაცობა დედმამიშვილობა რაღაც ძირითადად კონკურსში არის აი ბიკინი მის ღიმილი მის ბიკინს როგორ არჩევენ ნუ შიშველი კოსტუმი ჩეჩემა როგორ არჩევენ არა ვის უხდება ყველაზე მეტად საცურაო კოსტიუმი ანუ ვისაც ლამაზი ტანი აქვს ის ხდება მის ბიკინი ვისაც ლამაზი ღიმილი აქვს ის ხდება მის ღიმილი აი შენ მის ბიკინიზე გაკაჩავ მაქვს მის ემოცია არ გახდი კიდე კაი მაშინაც ალბათ ბოტოქსი მქონდა და იდა წეგანდელია ბედნიერი ხარ ეხა მივხვ ეგ სილამაზის კონკურსებზე რას ფიქრობ ზოგადად რამდენად მოგწონს ახლანდელი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა არ მომწონს და საერთოდ მიმაჩნია რომ სილამაზის სტანდარტების მოხვევა თავზე მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში ქალებისთვის არის ძალიან ბანძობა მაგრამ მაშინ არაფერი არ ხდებოდა აი არაფერი არ იცი როგორ რაღაცა იყო აი მოდელი პრომო გოგო იყო აი რაღაც მალბოროს იმებზე დადიოდნენ და არ არსებობდა რომ იცი რა ტეხავს ეს და ის არ ტეხავს და გინდოდა რომ რაღაც გეკეთებინა და მახსოვს რომ ის იყო ზაფხული უნივერსიტეტში ვსწავლობდი და საზაფხულოდ აი მომინდა რომ რაღაც თავგარ ბათუმში წავალ სასტუმროში იქ გადაღებები იქნება ფოტოები დამრჩება მაშინ დნკლასნიკები იყო და დნკლასნიკებზე გამოვდებ ამ ფოტოებს და იმიტომ რომ ისე ხო არ მაქვს ლამაზი ფოტოები მართლა პირველი ლამაზი ფოტო გადამიღეს მანდ და ვიგრძენი რას ნიშნავს რომ აი ლამაზი ფოტო არა კარიერულად ძალიან წაგადდა ხო არა წამადგა ძალიან საბოლოო ჯამში ხო ხუმრობით იყოს მაგრამ დღევანდელ დღეს და დღევანდელი მე ვიტყოდი რომ საშინელებაა სილამაზის კონკურსები და არასდროს რატო უნდა შეგაფასოს ვიღაცა ხუთმა კაცმა შენ ლამაზი ხარ თუ არ ხარ ან ინტელექტიანი ხარ თუ არა ან ინტელექტიანი ხარ თუ არა არ აქვს მნიშვნელობა ვინ არავინ არ უნდა შეგაფასოს მე არ შემხვედრია ადრე მახსოვს დიდი ამბავი იყო არა ეხლა სტარდება უბრალოდ აღარ არის იგი აი მისტერ ვალენტინია ძალიან კარგი გიორგი მასხულია ატარებს ხოლმე ეხა საქართველოში არც მაგრამ სოფლიოში ხო ტარდება დაკარგა ის აი ადრე მაგალითად მახსოვს რომ უყურებდი ხოლმე რა ბავშვობაში ხან მე გავიზარდე ქალების ფოტოები არ იყო შეჩება ბევრი ხო ჯერც ერთი ტიტველი ქალების და მან გვაჩვენებდნენ ეგრევე ინსტაგრამზე ანუ იგივე ტიტველი ფოტოები ინსტაგრამზე ხო და მაგით აღარ მე გეუბნები ადრე ხო და ეხლა აღარ არის თქო საჭირო იმიტომ რომ ინსტაგრამზე და ეს იგი ტიტველი გოგოები მაშინ ეს ვიდეოში უყურებდო თან ქართველი თან გახდით ჩემი რა ხო ეგრე იყო ნამდვილად და მე მის სოფლიოზე მიდიოდნენ ხოლმე გამარჯვებულები ხო აბა ეგეც ხო ისა ხო ანუ ვინც გახდება მის ხო წარმოიდგინე მის სოფლიოში ხო მის სამყარო სხვა იყო ხო ხო მის სამყარო ტრამპის იყო და მის სოფლიო არ ვიცი ვისი ტრამპის იყო ანუ ტრამპი იყო ორგანიზატორი მართლა იქიდან არჩევდა მე ლას ვეგასში მოიცა თიკაპაცაცია რომელზე იყო მის საქართველოსა
არა, ნახე საქართველოს ტარდება მის გლობალურზე საქართველო. მე მგონი მსოფლიოზე. მსოფლიოზე. მოიგო? არა. თუ მის სამყაროზე იყო. არავის არ მოუგია ქართულს. არა, გულისხმობ რომ აქედან წასული ნუ აი ნანუკა გოგიჩაიშვილი ვიცი რომ სამყაროზე იყო, ანუ ტრამპთან იყო. აჰა. თიკაფაცაცია არ ვიცი. ირინა ონაშვილი მის სოფლიოზე იყო. სოფლიოზე იყო და სხვათა შორის ათეულში შევიდა. ტალანტი გახდა ეგ. ხო. ჩვენ ქართველები ისე უფრო რა კარგად იცი? მე ხო უყურებდი რა. ირინა ძალიან ლამაზი. მაშინ ადრე გოგოები მაინტერესებდა. აი მართლა. ძალიან. დღემდე ძალიან ლამაზია. მართლა ეხლა ეგ კადრები აღვიძენ და მაშინ იყო ძალიან ლამაზი და ვიგინებოდით რო ვერ გახდა თუ რაღაცა. იმიტომ რომ ეკუთვნოდა. ჯეკი ჩანი იყო ჟიურიში მაგის დროს. ჯეკი ჩანის იცი რა მახსოვს ღამის შოუში იყო ირინა ონაშვილი სტუმრად. მე იუმორისტულ შოუებს ძალიან უყურებდი რა ქართულს და დავით გოგიჩაიშვილი. გოგიჩაიშვილი და აუ ეგ ძალიან კარგი იყო. აი მაგის მერე აღარ გაკეთებულა მაპატირო შეგატყო. ხო არა უშავს. მე მიჩვეული ვარ ახლა ეს. ხო და ვინ იყო სტუმრად არ მახსოვს, მაგრამ ირინა ონაშვილი შემოვიდა, მე გვერდეжდებოდა ხოლმე სტუმარი და მე შემოდიოდა მეორე სტუმარი და ამ ტიპმა, ანუ ტელევიზიაში პირველად ნახე რომ როგორ წაგვაგებინა ჯეკი ჩანა მაგის დედას და აგინა. და დაამახსოვრდა რომ ჯეკი ჩანს თან ჯეკი ჩანი მევასაა, მაგრამ მომენტ რაღაც დაბალი ქულა დაგვიწერა თუ რაღაც. ხო, ხა ჯეკი ჩანის დასაწუნი ირინა ონაშვილს არაფერი არ აქვს გამდება. მაგრამ ჯეკი ჩანი რო ხარ შეჩევა და ანუ პროსტა ეთქო მაღალი რო იყო მაგით არ დაევასა რა. დაკომპლექსებული. უეჭველი. ხო. ხო. კომპლექსები ხო ეს პატარა კაცი. ეს გააკეთა. ვინ იცის დიდი ჯიპი წყავს? ეს დიდი ჯიპი რა? რა? პატარა კაცებს დიდი ჯიპები რო ყავს ხო? რას ნიშნავს? რას ნიშნავს? ვახარ. არა ეს პატარა კაცი არ მე არის. ვარ საქართველოს ერთ-ერთი ადამიანი ვისაც დიდი ჯიპი და აუ როგორ ეწყინა ჩემი ეგრევე რა იყო? ბავშვო ახლა რაღაც ვიდეოები ხდება ეს დიდი ჯიპებზე თბილისში და რაღაცეებს. არა, თბილისში არა, ეს რაღაც სტერეოტიპი არის, ფსიქოლოგები ასე იძახიან, ჯეკი ჩანზე ვლაპარაკობდნენ. ჯეკი ჩანის რატო გეწყინა? ვერ ეხარო გიხდა. ესეთი ტრაუმა ძალიან ებრძვიან ის ხალხი, ვინც საერთოდ ტარების აზრზე არ არის და გონიათ რომ ეს დიდი მანქანები ქმნის პრობლემას რა თბილისში. და მე ნახან დიდი მანქანა მყავს. დიდი მანქანა. არა, ამას იმხელა მანქანა ყავს, საერთოდ არაფერი არ უნდა კონდეს. დიდიც არის და დიდიც ანუ. ძალიან დიდი მანქანა. ძალიან დიდი, კი. ძალიან დიდი მანქანა ყავს და გულზე მოხვდა. არა, მახარ, მოდი ვაღირო, როგორც პადელზე არის წარმოდგენა, რომ გეები თამაშობენ, პადელი გეების სპორტი. ჯიპებზე არის წარმოდგენა, რომ დიდ მანქანაზე პადელის მოთამაშეები. რა არის პადელი? აი თქო, პატარა ჩოგურთი რო არის ახლა. მინი რო დაამარცხა. ძალიან პოპულარული გახდა ეხლა. ყველა რო თამაშობს. რატო არის ეს გეების სპორტი? არ ვიცი, მაგაზიკიდან მოდის. ნუ ძალიან მამაკაცურიც არ არის. აი, მაგას შევთავდეთ ეხლა ძალიან. აი, ალფა მამრი არ ითამაშებს პადელს. არა მგონი ეგ რაღაცა ძალიან. ეგეთი სახით რო იძახი, დიდი ჯიპის არა, ეგ არის ხუმრობა. მაგაზეც არ, აი ხუმრობა იყო და ეს. ხუმრობა, პროსტა ხა ვიღაცას ისე ხდება, გულზე ხდები რა, მართლა ეგრეა. ავიგე, მაგრამ სხვა ვიზა, პადელის მოთამაშე. არა. ბიჭო. ანუ მახარ დიდი მანქანა ჩამოგაყვანა მეც, მაგრამ მე რეაქცია არ მქონიოდა. შენ რატომღაც შენ მეთანხმები და მიყვები მაგრამ მეცადე რომ რაღაცა ხუმრობა მეთქვა ერთი ამ გადაცემაში. არა, ხა ვიღაცისთვის წარი არის ეგრე არ არის რა. ნუ კი დაფიქრდი ხოლმე, ხა ვიღაცას ნომერზე ნუ ითამაშებ. საერთოდ აღარაფერს ვიტყოდი. წავალმე. ანუ მე ჯიპი მყავს ეხლა, მაგრამ ამას ძალიან დიდი მანქანა ყავს. ჩემი ჯიპი ამასთან შედარებით, აი მართლა არაფერი არის. იმიტომ რომ მე მუშაობ. ხო. და დავათრევ აქეთ ხანცემენტს და აი მოიცა ერთ წამ. ტელევიზიაში მუშაობისას, აი სად იყავი კომფორტულად ყველაზე მეტად? აი ეს დილის გაღვიძება არ გიჭირდა. არა ხო, დილის გაცემაში არ ვიყავი კომფორტულად, იმის დამეხადოთ რომ საუკეთესო პარტნიორი, აი თანაწამყვანი გოგიჩა იყო ჩემი და საუკეთესო, ანუ მასზე უკეთესი თანაწამყვანი და პარტნიორი არ მყოლია არც. მანამდე არავინ არ მყოლია. ძალიან კაი დილა იყო სხვადასხვა. სასწაული ადამიანი მთელი ოჯახით, რა, მთელი ოჯახი არის რაღაცა რო გგონია რომ არ უნდა აი სულ ელოდები რომ არ არსებობს ესეთი კარგები ვერ იქნება. ფანტასტიკური. თვითონ გადაცემა, აი მე თვითონ კომფორტულად რაშიც ვქნობ თავს იყო ნიჭიერი. მე ძალიან მევასება ეს ბოლოს ხო რუსთავის კრინჯობები. ხო, იცი როგორ მევასება კრინჯობები? ხო და უყური ამას. აი შენ გგონია რომ აუ ბანძობა და აუ კაი ვიღაცა მოვიდა და კვერცხე გატეხა და ლექსი თქვა და ფუ როგორ და მე მომწონს ეს. მე გეტყვი ტიკტოკზე გამოწერილი მყავს ის ხალხი, ვინც აი დრამები და კრინჯობები ხდება და ჩუმად უყურებ ხოლმე. ხო და ყველა ჩუმად ვუყურებთ ყველაფერს. უბრალოდ მე ძალიან ხმამაღლა უყურებ ამ ყველაფერს და წუხდებიან მეზობლები. ხო, წუხდებიან მეზობლები.
და მომწონს, აი მომწონს. სახალხო შოუები მომწონს. მესმის, მაგრამ აი შენ რო იყავი უკვე ბოლოს მაგნიჭერში, ცოტა უკვე პროდუქტი აღარ იყო ეგეთი. პატარაა საქართველოს, წარმოიდგინე და რამდენი მაგდენი სეზონი ვერ გაკაჩა. თიკა დავანიკო რო იყვნენ პირველი ნიჭიერი. ხა ჯერ-ერთი პირველად გავიდა ეს ნიჭიერი. მე-ერთი ხა ისინი ერთად ფანტასტიკური თანაწამყვე ჟურიშიც ძალიან მაგარი ტიპები ისხდნენ და საინტერესო საყურებელი იყო, იმიტომ რომ აი ვისაც რამე ნიჭი ქონდა, ყველა გამოვიდა და ეხლა უკვე ძალიან ბევრმა სხვა გზა ნახა ამ ნიჭის გამო საყარად ვიღაცას უტყდება ტელევიზორში გამოსვლა TikTok-ზე დადებს, იქ დადებს, აქ დადებს და ისეთი აღარ არის. აქ კი არა ამერიკაში. ხო, ანუ ჟიური აკეთებს ძალიან ბევრ დიდ საქმეს და აი ცოტა ჟიურის პონჩი ცოტა მოუკლეს, ჩემ არავის ეწყინოს, მაგრამ წარმოდგენა იმის, რომ ეგ ხალხი ვინც მან ჯდება ხოლმე, რომ ყველას ძალიან უყვარს, აი გონია, რომ 10-დან აქვს ხოლმე რეალობასთან. არავის არ უყვარს. არა, ეგეთი რეიტინგული ხალხი და ეგეთი საყვარელი ხალხი არ არის ხოლმე. და მოვა ეგ დრო აუცილებლად. შემოგთავაზე, მაგრამ შენ არ დაждები ალბათ. ედი ნახო იზეუშვებთ ვაფშე ყველა ტელევიზიას, მართლა. რაზე გადაცემა? რა ტელევიზიაში მიდიხარ? არც ერთი აღარ დარჩა და. სად მიდიხარ? რაც დარჩა ისინი გვებრძვიან. კურიერში გეპატიჟებიან? არა, აი მაგალითად ეხა მე მქონდა უძლიერეს შოუში, Prime House-ში შემოთავაზება. ხო, ნუ. მოვიბი ვიკონციარე. ნუ ეგ გასაგებია. რატო გაუზრდელდი უცებ? არ ვიცი. ყობა მე ხო. რო შემოვიდა, სოციალური დაიწყო და მე რჩევა მივეცი რომ არ შეიგინო მე. არ შემიგინია, შევიგინე. შემოვიდა დედის ტრაკობებით შემოვიდა. არა ვითარ შემთხვევაში. სეზონი გახსნა. აი მე ძალიან გეხვწები მეთქი არ შეიგინო რომ ხალხს ვიყარხარ რომ არ ეგინებით ხო და იმის მე არ შეუგინათო. თავიდან რა გახსოვ? რა? აი თქვენ რაღაც ერთ არ მithქვამ თქვენ არა შემოამტრია. აჩი დაბრუნდი მალე თორე მარტო ვერ ვაკავო. არ შემოამტრია ფეხსაცმლის კარები, ეს მოკიდა ფეხსაცმლის გადაატრია და გამოაღო და ისე შემოვალ. რა იქ რო არ მითხრა, მე ვარ ძალიან გონი. რა ეს? აი ეგ რა არის? მარსვა გრილია შეჩემა ზაფხულისთვის. რა გრილია? ჯერეს ერთი გრილია. არა, ერთი წუთი მომის. ჯერეს ერთი გრილი. ხედავთ არ ვიცი კამერაში არის? კი. ჯერეს ერთი გრილია. რა? ანუ პლასტიკა. ანუ ჯერეს ერთი გრილია. მეორეც ერთი კომფორტულია. ბიჭო, რა უცა? ფეხშიშველი არ გიყვარსიარული? ტრიპოფობია მაქვს. მე და ეხლა რო უყურებ, ცუდად ხვდები. ეს იმიტომ რომ ნახურეტები აქვს? უნახურეტოც არის. არა, მე რას ვიგებ, აი, ხელთათმანის ჩაცმა მეზარება ხოლმე. ყოველდღე 5-ვე თითი რომ უნდა დაამთხიო. აუ, ძალიან მარტივია. 5-ვე თითი დაამთხიო, ესე გეყრება ხოლმე თუ? არა, ბიჭო, ეხლა ფეხსაცმელი შეჭმა, ჩადე არის, მაგრამ აი ესეც ჩადე. არ მგონია რომ რთული იყოს, გიორგი. ამოვიღე და მე ჩავდე. ნუ კაი, ცოტა გარტყმა მჭირდა. აი, წერი ჩადო ნექში და არა, აი, ესა. ნახე. ჩავდე. არა, ბაზარი არა მეტრე. ეს მიყვარს და მეორე ორიანი როა, ეს ცხენის ქუსლი როა. ხო, მეცადე, ხო. ხო. ის. ეგ არის. ხო ისე. კი. მაგაზე. ეგ ეს დაემატა ეხა იმას ვერ ვიტან ამებს. ამას ვერ იტან, აი ხაი ძალიან გზა. ვერა, აი ანუ აი რა და ოქროსფერ კალგუტკას ვერ ვიტან, რობჭკვინავს. ოქროსფერი. შენ, ხო. ხორცისფერი. ხორცისფერს ეძახი ოქროსფერს. ო, აი მაგას აქ სამრამე და ბადრიჯანს. ბადრიჯანი რატო შემწვარი არ გიყვარს თუ აი? არა, შემწვარი, აი ზოგადად. აჯაფსანდალი? ჩახარშულ ბადრიჯანი, შემწვარი ბადრიჯნით გაკეთებული აჯაფსანდალი მიყვარს. და მოხარშულით. ცუდად ხვდები. აი ეს აი კარგი ყავს გასაგებია. აი შეგიძლია ეს რაღაცა არ გიყვარს. ვერ აკეთებ. რატო? თუ კიდე გიხარია. ანუ არ უნდა ვიყო ბედნიერი? ხელი რაღაცერია? ნუ კი. ფილა წავიკითხე. ანუ განხილვა გაქვს ადამიანის ახლა. ის ხო ფეხები არ ტელევიზია, ნახე, ტელევიზიონში ტელევიზიონში ნკები რომ ტელევიზიონში ნკები რომ მოდიან ხო იმას ვერ არა ვარ მე ეს ტელევიზიონში. არა, უხერხულად ხარ ხო და ეს ვერ შევდივარ ამ კომენტარში. შენ ტელევიზიონში კი ხარ ხო? გააჯობი ბიჭო. და არ ხარ? აი რატო ვერ შემოდი? მოდი ისინი არიან აი ესე ძალიან აგრესიულად. აი ნახე მე არა ვარ. ხო და შენთან იმიტომ გადავიჯი თავზე რომ გეკითხები ყველაფერს რომ მაინტერესებს რა როგორი აი ყველაფერი მკითხე. კითხე. ჩემი ტელევიზია მე ტელევიზიიდან ვარ ეგრე კაცო. როგორ ღიმილი? ესე ვიტირებ. არა შენ. და ამომიჭერა. არა გეკითხება. ესე მისამ. არა ნერვზე გეკითხება. გაჩუმდი. ხუშკი. ჩემი აზრით מחარა ჟიურიში უნდა იჯდეს მინიმუმი საქართველოსი და მის საქართველოს. ეხლა მე მაინტერესებს ტელევიზიაში ხო ნაგავი არის. ანუ აი ეს ბოღმა ღვარძლი ხო ბევრად მეტია. შური.
შური და ტელევიზია რა ვიცი შენობაში? აი ხო, აი ზუსტად ეგ, აი შენობაში. ცირს არ გითხრიდნენ ვიღაცები რომ აი არ არის ბევრი. ფეხთათვანები ეცვა დღეს და არ არის ეგა? რა გაშავა. YouTube-ზე ეგ არ არის. როგორ გიხდება? რა არ არის შეჩემა? და მე მეუბნება რომ ხარ გაჩუმდიო შეჩემა რანაირად არ არის. არა, ნახე რა სიძახი შენ ტელევიზიაში არის და ალბათ. სადაც ხორობს ესა? ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში, მოსაშველზე. მოსაშველზე. ბაზარი არა, არის ახლა შენ წარმოიდგინე, მოდი ახლა აი გადაობის გარშე ვილაპარაკო. კრედიტი რო გაქვს აღებული? კრედიტი რა არის? ბანკში კრედიტი. ვალი რო გაქვს. კრედიტი როდის დაერქვა? ვალი რო გაქვს ბანკის. ბინა რო გაქვს ჩადებული, სამსახური რო გაქვს და რომ მოვიდა ვიღაცა შენ ზელამაზი და გრძელფეხება და ვიღაცასთან რო დადის და შენ რო გაგაგდებენ და იმას რო დასვენ, რა თქმა უნდა მიდის. დადის რას ქვია? არ ვიცი მე, დადის ინგლისურზე, ქართულზე. არა, უფროსთან დადი? არა, ნუ ეს პირობითად ვიძახი რა. ავიგე, ხო. და მოიცა. ხომ არა შენ ედება. ეგ მოიცა, რომელ მხარეზე მოყევი ეგ ერთი წუთი. ვერ გავიგე. არა, პირობითად გეუბნ მაგალითად. არა, რა პირობითად. კაი, სხვა მაგალითს გეტყვი. შენ გებრძოდნენ ეგ? არა, მე არავინ არ მებრძოდა ეგ რა. პროსტა სიტუაციას ყვები რა ხდება? ბიჭო, ტელევიზიაში მე ძალიან ბევრი მეგობარი მიყავს, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობდნენ და კარგი კოლექტივი იყო. შენ თუ მუშაობდე ეგ ადგილას, სადაც იყო ღვარძლი, შური, ჯერ შენი ვიშურდა შეჩემა, აი ეგ კაცი მანაყა, რომ ვაიმე გიორგი რანაირად ზის. აი, მოცეკვავის ტანი აქვს და შენი შურდა ვინმე ეს? იცი რამდენი ძალიან და სხვა შეს მინდა იმედში მუშაობდა ბიჭო. მე სხვა დროს. და კარგი კოლექტივი ხრა კარგი ზრაგი ბოლო ერთი კვირის წინ და შემდგარ რა უნდა შეგიძლიათ რომ მითხრა ისინი აღარ მუშაობენ არა ნახე ძალიან ბევრი ძალიან მაგარი ადამიანი აი ხა დარწმუნებული ვარ ვინ დააყენა ეს კამერა არ მუშაობდა ტელევიზიაში არასდროს არ გიმუშავია ტელევიზიაში ჯი არა თქვა შეჩემა ისო იმასთან მუშაობდე ძალიან ბევრი ადამიანი არის უმაგრესი პროფესიონალი რომელიც მუშაობს ტელევიზიაში უკარგესი ტიპები სხვა გზა არა აქვს უბრალოდ რა მნიშვნელობა აქვს სხვა გზა არ აქვს თუ აქვს გზა მუშაობენ ხო აი შევავახსენოთ მაგალითად კალას თანამშრომელი შევარა ეს მე მონტაჟი არ იყო შეჩემა შეცოდოზე არ მუშაობდა შეცოდოზე კი არა ყველა ტელევიზიაში ნამუშევარია არა მე მიმუშავე ეხა არ მინდა თქვა კიდე რეპლიკ ნაკეთები უბრალოდ შენი CV არ მინდა რომ წაუბილწო ის CV-ში ანუ გიმუშავია ტელევიზიაში და რატო რა ტელევიზიაში მე რა უნდა მატკიო მე იქ არჩევნებზე რა პროცენტსაც გეუნებოდნენ გრაფიკას იმ რომ იმას აკეთებდი ეხა არ მინდა რომ თქვა აქ რაღაცა გეტკინა ვიღაცამ გაწყენინა რა გაწყენინას მითხარი კაი გეხო ვიშურდა გიორგი შენ ვიშურდა შანგალი მომეცი და ვეტყვი სადაც გინდა იმას ვიშურდა ეს მოცელი ეგრე ქონდა მაშინ მე მუშაობდი ყველა ტელევიზიაში და ყველა ნაგავი იყო რაღაცა ვიღაცა მაწყენინა არა ნახე YouTube-ზე ძალიან მეგობრული სიტუაციაა და უფრო მოგწონს ვიდრე ტელევიზიაში ეხა ადამიანებს არ ჩამოვთ მაგრამ ბევრი ჩემი თანამშრომელი ისეთ რაღაცებს იძახდა რომ გამურიცხულია რომ ეხა იქ არ უნდა მუშაობდნენ სადაც არიან რა და YouTube-ზე რომ შემოვიღაც და კარგ ვიდეოს რო გააკეთებს ხომ და შევდადგები აქედან და რა ვიდეო ეგ იყო აი ეგეთ კომენტარები რო გქეკ შური არ არის არა შურ საერთოდ არასდროს აი ტყუილია ეგ არ არსებობს მე შურს არ გშურს მე არა ყველას გააჩნია შურს და ანუ როგორ ბოროტ შურს კი არ ვიცახი მაგრამ ეხლა რაღაც ცოტა რო შეგშურდება ეხლა აი ჩემი რატო გშურს თუ კი შენი რატომ შურს YouTube-ზე ბევრი გამომწვევი და YouTube-ზე ხარ სუპერ პოპულარული აუგე შეხო Instagram-ზე ხარ მე ხო შურს შენ აა ვაფშე არ შურს ბიჭო არ შურს ამას ეკუთვნის ამ ადამიანს იმდენი მე YouTube-ზე აი რო გითხრა შურს შენი YouTube-ის თქო არა ძალიან დამსახურებულად გაქვს მაგრამ ნუ აი მეც გამიხარდებოდა რომ რაღაცა ეგეთი ან აი ეხა ესე ძალიან თავისუფლად რო ხარ და რაღაცნაირად რო რასაც გინდა იმას იძახი მე ალბათ რაღაც მაინც სტოპები მაქვს და ესე თავიდან არ გეტყობოდა მე დავსტოპდი ხო და კარგი ხენი დამიჯერე იმიტომ რომ ხალხს მე ხო და არა ნახე მე ის კი არ მიჭირს რომ თავისუფლად ვიყო და რაც მინდა იცვა მე ვნერვიულობ მე ვარ ძალიან people pleaser-ი ვისი ხალხის pleaser-ი ხალხს რო ასიამოვნოს ანუ მართლა გეუბნები, აი ძალიან ვდარდობ ვიღაცა რომ ჩემზე ცუცს იძახის, აი განვიცდი. აი არ ვიცი, მაღაზიაში შევედი და ვიღაცას გამარჯობა ვთხარი იმ ქალმა მე რა სანამ კიტრს მიწონი და ცოტა ისე მიყურებ და ნერვიულობ, რომ უხეშად ხო არ ვუთხარი. ვაიმე, ხა ეს ქალი ვიფიქრებს, რომ უზრდელი არის. ამას განვიცდი. შესაბამისად და არ მაძლევს საშუალებას, რომ აი ბოლომდე რასაც მინდა იმას ვიძახდე. იმიტომ მე ვინერვიულებ. ხო, გიორგი, შენ ვერ გაიგებ მაგას ხა, შენ არ ხარ people pleaser-ი არ ხარ, ნამდვილად, რაც არ ხარ, რაც არ არის people pleaser-ი არ ხარ. ისეგრევე, რაც არ არის, არ არის, რა გავაკეთო. არა, ეგ ვერაფერს ვერ იტყვი ხა, ეგრე. people pleaser-ი არ ხარ შეჩემ.
აუ გვაგი ხემსადება რა გვაგინოს იხარშება რა გვაგინოს ეხა გვიყურებს ბიჭო ძალიან დიდხანს ფიქრობ ხო თუ ხუმრობას ფიქრობ ძალიან დიდხანს ფიქრობ არა მე არა ვარ ის ტიპის ხალხს რა ასიამოვნოს ხო არა ხალხს შეიძლება ძალიანაც ასიამოვნო მაგრამ აი რო არ ესიამოვნებათ მაგას არ დარდობ რა მაგაზე არ ნერვიულობ აზრია ბიჭო ხო კახეთის ეპიზოდი ხო არ გაგახსენო კიდე ერთხელ რო ვიყავი კახეთში რა მოხდა შე რა წინაზე ბოდიში მოიხადე რომ არ უნდა მექნაო ეგრეო რა არ უნდა მექნა რა ვიცი დაგვაყურე თავზე ყველაფერი შეჩემა არა შე ბიჭო ხო რა არ უნდა მექნა კი არა ზღნერი ჭამეთ ბიჭო და პროსტა ეგ რომ ჩამოუშვით ცხვირები და ვერ გაიგეთ რაზე გაჯვით მაგაზე კაი დაიკიეთ წინაზე რო ბოდიში მოიხადე წინა გადაცემაში არ ვიყავი მართალიო რა გადაცემა წინა გადაცემაში თქვი მე ჭამეო არ ვიყავი მართალი არა ბიჭო იმიტომ რომ თქვენ ვერ ამოხვედით ჩემთან და ესავით ეყარეთ იქ და ვერ გაიგეთ და სხვა რა გზა იყო ჩამოვიდიმე და ბოდიში მეთქი რომ ბედნიერები იყოთ შეჭამორე ყოფილიყავით ბედნიერები ზერი ხარ შენ ბოდიში არა ტყუილი რა ორი დღის წინ მითხრა ბოდიში და ის და ეხა თავზე დამაჭვა რა პლიზერი არა ის არა გულში არის ეთყობა ნაბოდა რა მე რაშუაში ვიყავი რა მითხარით რა მოხდა რა წავიდნენ და სხვა მაგიზებს დაიწყეს დალევა ერთად მივედით ლოკაციაზე რატო აბა ეხა არ გაგიკვირდეს ჯერ ნახე იმის ნატყო ნახე ყურა იმან გითხრა რომ YouTube-ის მესია ვარო ეხა მაგასაც ნუ დაუჯერ რაღაცებს ნუ დაუჯერ აქეთაც გამოიხედე მე მოგიყვების მიდი მითხარ შენი მე აბსოლუტურად მიუკერძოებოდ შემიძლია მოვყვე რამდენიც მეტყვევი იმდენი შენი პიშ მიდი მოყევი მე გავსაჯავ რა ხდება ოთახში ვიყავი მე მაგ დღეს როდესაც გიორგი აჩიკო და ბიჭები ბასტო და ამ შემდეგ იყვნენ ერთად ქვემოთ და მე რო ჩამოვედი ეს კახეთში კი ყვარლის სიმეში ვიყავით ხქვია ტბაზე და როშ კი მშვენიერი ხო მე რო შემოვედი ესე უკვე მე იმ დროს ჩამოვედი როდესაც გიორგი პადელს თამაშობდა იქი ხო ნახე რაზე წავედი იმიტომ რომ 10 კაცი რო თამაშობდა მე ვერ წავიდოდი და სხვა რამეს ვერ ვითამაშე პადელს თამაშობდი დაიკო მომისმინე ერთ წუთი გიყვე და ის ჯიპიცი გეყენა ხო დიდი მომისმინე 8 კაცი რო თამაშობს მე წავიდე და სხვა რამე ვითამაშო შეიძლება განვაგზო კი შენი არჩევანი იყო არ იყო ჩემი არჩევანი სამეგობრო როცა მიდიხარ შენი არჩევანი არ არის ვიღაცებს უნდა გაუსწორო გაიგე ნუ ეგრე შორს ვერ წახვალ კარგი შენ ხო გაფრი რაც შეეხება იმ საღამოს მე ჩამოვედი და უკვე იუთუბერები ვინც ვიყავით და მეგობრები ერთმანეთის სუფრა ქონდათ გაშული საკმაოდ დიდი სუფრა იყო რა და მივედი მან დავჯექი რა საკვირველია არც მიფიქრია რომ საიხ ამან როგორც მოყოლ ცალ-ცალკე იჯდაო ყველა ეგრე არ ყოფილა რა შენ არ იყავი მაგ დროს მანდ იყავი ჩვენ ვიჯექით უკვე იქ ვის ხედით არ იჯექით მე შეხვდი გარეთ სანამ შემოვედი იქამდე შეხვდი შენ რო ჩამოხოდი ხო მანამდე ისხედით გავიგე მე გითხარი მე რა შუაში ვარ მეთქი დავსხედით მეგობრები გიორგი მოვიდა 10 წუთის შემდეგ და ой საოცრებაო ჩვენთან არ მოვიდა დაждდა ცალკე და მეთქი რა ჭირს მეთქი და რა მგონია იცი რომ ოჯახთან ერთად არის თან წამოსული მეთქი ან ცალკე უნდა მეთქი რომ შეჭამოს და მე გადმოვა ან რაღაცა რა ან ვერ ვიფიქრე რომ ნაწყენი შეიძლება იყოს რამეზე და 10 წუთი გავიდა არ მოდის 15 წუთი გავიდა არ მოდის 20 უკვე არ ნერვიულდი და აქედან ვეძახი რომ გიორგი გადმოდი მეთქი ლუკ მარკადამდის პირში მეთქი თან მინდა რომ გავეხუმრო და ეს მიყურებს და გეტყობა რა გადაგდის ეს დამიძახ ხო და მე ამის მეთქი იქნება მოვიტყოთ მეთქი რომ გიორგის ადგილზე დავლიოს თქო რომ გიორგი რა გორი და თან მე მითხრა შენ გეკუთვნისო ეხლა მის დალებაო და აუ რას და თან ისე მოფრო ის არის საოცარი ადამიანი რომ ამანაც გაიგოს იქით სუფრაზე და რაღაც და მოკლედ აქედან მისიით გაუშთმელე ვიღაცები ძმაკაცები რომ აქეთ კიდე გადმოიტყო რაღაცა მე აჩი ეხლა ძალიან ნეიტრალური ადამიანი აჩი მოვიდა ჩვენთან და ეს თახს გამოდი მაქედან რატო მიდიხარ რაღაცებს ეძახის და ანუ მთელი ეგ პერიოდი ანუ ჩაგვაშხამა იმიტომ რომ ეწყინა რაღაცა ჩემგან რა ეწყინა არ ვიცი მაგრამ მეორე დღესაც რომ ნახე ვა გიორგი თხილამურებზე დგები მეთქი ანუ დილის დროს შევხვდა და ყვარელში ხო ის წყლის თხილამური მეთქი ხო და აი ესე ამ სიტუაციაში ჩემ ბრალეულობა თუ სადმე იკვეთება შენ მითხარი და მე ავდგები და ჩამოვალ מחარ შენ დონემდე და ბოდის მოვიხდი ეგრე იყო ხა ობიექტურად კალა არაფერში არ არის მაგრამ მან სხვა რაღაცა მოხდა ხო
აუ რა მოხდა? მე და მოვყვები მარტივად. მე და מחარა მეუღლეებით ვიჯექით ცალკე მაგიდაზე და ჩვენი მეგობარი იუთუბერები კალა არ იყო. ოღონდ ჩამოვიდნენ დასწნენ გვერდზე მაგიდაზე რა. საჭმელად უბრალოდ ჩვენ ჭამდით, ისინი ჭამდნენ. და מחარას გაუწყდა რომ ჩვენთან რატო არ შემოგვიერთდეს მაგიდა, რატო არ დასწნენ ჩვენთან ერთად და. მაგრამ იმათაც თავის სიმართლე აქვს, რომ ბევრნი ვიყავით ძალიან. მოგვერი და ის ოჯახთან ერთად იყო და რაპონში შევსულიყავით და დაუმსხდარიყავით. ხო, მაგრამ თავზე ხა გიორგი როგორც მოიქცა, ესე უხეშად არ იყო ლამაზი ნამდვილად. ანუ ორივეს ჰქონდა ძალიან კარგი ის რა ქვია მიშველე რა. მაგრა გიშვა. განძრახვა. შენც მაგის თქვა გინდოდა, ხო? განძრახვა იყო. აი, ვიჯექი და კითხვას რა უნდა? შენ რომ მეძახი რა კეთე ბევრი ვარ გადმოდი. მანამდე რომ კითხო რომ ხო არ დაუწყეთ, ანუ ერთად და კარაში მე ეგეთ დეტალებში ძალიან ყურადღებიანი ვარ და გამორიცხული რომ ეგეთ შეცდომა მე დაუშვა სხვასთან რა. შანსი. მე რო დამსინე? შენ ვიყავი ნუკი და მე ნახე ანუ შენ შემეგობარი არ ყოფილხარ? ჯერ. მაგრამ აი ეს მეგობრისგან საწყენია. არა, გააჩნია გამოხატვას. ნახე, მეორე ეგ შემოდის ასპარეზზე, შენი გამოხატვა. სადღაც წავიდეთ რომ ეს ამ ძღნერდებაო გასაქცევი გქონდესო. ხო. აი, იმიტომ რომ წავიდა, ანუ მაგის მერე თხილამურებზე დადგა რაღაცა და წავიდა. აუ. ანუ ადგა და წავიდა, იმიტომ რომ აღარ გაუსწორდა. მე ბევრს არ ვლაპარაკობ. მე როგორც აბსოლუტურად ნეიტრალური და ობიექტური ადამიანი ვფიქრობ რომ מחარა სრულ სისულელეზე აიჭრა. ანუ ძიმი ხასიათების ბიჭია. აი ხანდახან აქ ხოლმე რა. აი მეგობარი გვერდზე რო დაждდება მაგიტაზე შენ შეგიძლია მიუჯდე შენით რა ის თუ არ მოგიჯდა და ამას რატომღაც გაუტყო მეც ხავს ეგეთი მეგობრები. ცოტა ძიმი ხასიათების. ძალიან კარგი ხალხი არიან ალბათ. ანუ უხერხულ მდგომარეობაში რომ ვაიმე მე არ იფიქროს რომ ისი გადახთა მინდა ან რაღაცა და ამდენი კაცი და მიუჯექით. მე მეორე ოჯახთან ერთად ზეხარ. წინა დღეს იყო ესეთი თემა რომ ჩამოვედი. ეს ჰამაკის ბიჭებიც ჭამდნენ და ეს ამბობდა ხმამაღლა რომ აი ამათ მევაჭამეო სულო ყველასო. ცა ანუ რა გიკვირს გიხოცები? ესე სუჩი მხრძე აი ამას ამბობდა და რა ვიცი ალბათ შეიძლება შეერცხვათ მაგათ მე უკვე. ხარ ბასტონო და კიდე უნდა გაჭმევინო, ჩემი თუ რაღაც ყობას მეუბნოდა. მე ვიძახდი მაგას რომ ხმამაღლა მე მითხარი ხმამაღლა რომ ეხა აი ნახე ესენი ჩემ ხარზე ჭამენო თუ რაღაც. არა ხელგაშლილია ძალიან. მე საერთოდ გქონია რომ ეგეთ რაღაცას მე კი არ გავბრაზებულ ვარ, რომ ეს ამას ძალიან ეწყინა განვიცადე თორე თვითონ ადამიანს რო ისეწყინება რომ შენ ამასთან მეგობრობა არ დააპირა ასე. რაღაც მომენტში ჟმოტი ხარ თუ რაღაც ამან დამიძახა ეს ხა ჟმოტი ხარ. აჩი? როდის? რაღაცაზე მითხარ ადრეში მოტიხარ ვიღარ და არ დამიწყებია მაგის შური საძიებელი მაქვს პროსტა როდის მითხარ გაღალმახსოვს მე ძალიან პატივს გცემ მაგის გამო რომ რაღაც გეწყინა იმიტომ რომ როცა ადამიანებისგან მეგობრობას და ერთიანობას ხარ მიჩვეული და უცებ რა მაგრამ არის გამოხატვის ფორმა პირველ რიგში და მე ავძღნები და წავედი ანუ ეგრე ძალიანაც არ უნდა მიგიღო თქო თორე ჯიგარი ხარ კაცო ანუ მე ეგ უფრო გამიხარდება ადამიანს რომ შენთან ზვაკაცობა უნდა და ეგ ეწყინება ეგ არის ყველაზე მაგარი აი იგივეს რომ მე არ გავაკეთებდი ის რომ ეს არის ხომ ეგრე შეჭმა აი ხო მაგრამ ნახე იმათაც ხო თავისი სიმართლეა აი ვერი თავისი წინ გადაცემაში აჩიკონდა מחარამ დააყარეს მე ჩაწერის მე რაზე ახ რო გონეთ რომ იდილია მეგობრებო მე მგონი არავის არ გონია ეს არა იდილია არ მგონია არა ჩვენ ესეთ თავისუფლება ესე ვეფერებით ერთმანეთს რა ანუ ხო არა ძალიან კაი ხო და აჩიკოს და מחარას ქონდათ პატარა ესა მაგრამ ძალიან მალე მოყვარდა მე მგონი იცი ამას რომ მოიხდი მათ თმა არ გექნება არ ვიცი მე გითხრა ეგრეა ეხა უნდა მეთქვა ეგ არ ვიცი მაგრამ რა ეგეც შეგზავ ახლა არ მაქვს მართლა არ მაქვს აი პატარა ბავშვები რომ დეიდა რომ მოახა საშინელებები არ უთხრა არა მართლა არ მაქვს და ეგ რომ მაგას მოიხსნი თმა არა მართლა მაზულზე დამაჭირე ფესხი მე მგონი რომ ნიუ-იორკიდან ვაფრე. ბიჭო, რა ეს რაღაცეები გაქვს რა? გიხდება? ოღონდ აი უცბად რაღაცა ტაშკენტიდან გონი. ქონდა რომ პილმენი უნდა შემოგვიტანო. ტაშკენტიდან? აბა თქვი სალამ ალეიკუმ. კარავანი. იმას მოაქანაშა და პლანი. ესეთი ფორმატი გადაცემაში თუ ყოფილხარ? სალამ ალეიკუმ. ანუ ეს სიგიჟეში. ნუ კი პიანინოს დაკვრა ხო არის? აუ ძა. კიდე რომ რაღაცა შემიძლია. მოიცა ნახე. ოი, სადმე. ანუ რაღაცა ფეხის დიდებით უკრავ? უკრავ არ. მაგითო გასვია. გავუკრავ.
ფეხით. მოგიტანთ, იყავი აქ რასაც. ფეხით დავუკრა. ჩემი გერმანულს თამაშობ. ანუ დიდი აზრი არა ხელთ უკრავთო ფეხით? აი, სვეტში. და მე თამაშობდი ხომ. წამოიღე? ხო, გერმანული სათამაშო ძახდნენ, რომელსაც 8 წვენ თვალები ეხუჭებოდა, მაშინ ჩემ ბავშვობაში ეს იყო ძალიან გრანდიოზული რაღაცა. მეც ვქონდა მე მგონი ასეთი. ეს კაბაში. ბოდიში მთელი ბავშვობა ამით თამაშობდი? ანუ და პაცას ეს და ბებიაჩებს იმნაირი არ გამოვიდეს და პადელის თამაში არის გეობა. არა, წამართვეს მე. რომ იმნაირი არ გამოვიდეს. კერავდი, მინდა საქართველოს და მე შენი პომადა აიღე და იმით გააგრძელე მე თამაში. რა ვიცოდი ეს ავტორი ამ საშინელებას კერავდა. მე დავამუღამე დიდობაში თორე. ფუდი არის პრობლემა? აუ ეს რამდენი ხანია პიენოზე. ნორმალურად. ანუ აბა რას უკრავს შეჩემა აი რა. ეხლა უნდა მათრიოს იმაზე რომ ვერც ვუკრავ, აი არაფერი მიჭია. რატო გონია რომ ის არის? ამ გადაცემის ბოლოს ვიქნები ისევ მის ინტელექტი. მღერი? მე რა. ვერც მღერი, მარტო ნიჭის ნასახი არ მაგ და აი ლექსებს ვერ ვიდახე. და რატო იცვლება რომ ნიჭი ის არის სიმღერა ცეკვავანი? რაღაცა ხონდა. ვით ცეკვავანში იყავი შე? ისე კარგად გამოსდის საკუთარი თავის. ეითი რომ აი კი. თვითირონია ყველაზე მაგარი. თვით ძალიან მაგრა. აი მე ცეკვავანში იყავი? კი, მანდაც კინაღამ მოვიგე. ანუ კინაღამ იგებ ყველაფერს. კინაღამ იგებ. ფინალში იყავი? არა. აბა? რა თითქმის. მე ნახე წავაგე ფინალს. იმასთან ვინც მოიგო. ბოლოს 3-2 მოიგო და მე მასთან წავა. პირველი სეზონი იყო ეგ? სამორი ბალანდი არის. და ხო იცი როგორ რაღაცა იყო, ანუ გავიგე რომ ეს ცეკონ ვარსკვლავები იქნებოდა და ძალიან მინდოდა მონაწილეობის მიხედვით და დადიოდა პროდიუსერი და იძახდა რომ მხოლოდ ტოპ ვარსკვლავები იქნებიანო რა და ანუ ახლოსაც არ გამივლია ამ ტოპ ვარსკვლავებთან. მივედი პროდიუსერის ასისტენტთან, მეთქი გთხოვთქო, კეკე გიხვეწები. იქნებ მეც და არაო, ნუ კი, ანუ ძალიან ცნობილი ხალხი უნდა იყოსო რა, შენო აი არ ხარო მანდო. აი ძალიან რა ვესა მე მესამე სართულზე კამერები ეყენა მაშინ იმედის დირექტორს და იქ ვცეკვავდი, ანუ ვითომ რაღაც და რომ მეთქი იქნება, ხო იცი, ეძებენ და კიდე მე გამოვიდა მაშინ ჟურნალში, რომ აი გადაწყდა ვინ იქნებიან მე ტრავმა მიიღო ვინმე? მაინც არ მოვეშვი. ხო, ტრავმა ქონდა. მართლა? მაკა ზამბახიძეს მოტყდა ფეხი და აი იქვები და მე. რამე შელოცები ხო არ იცი? აი მაგიტო ხო არ? აი ფეხი მოტყდა. მოტყდა ფეხი. მოტყდა ფეხი და მართლა კორიდორში ვიდექი კლავ წავდი. გახსენ იქროდეს 12-იანი თუ რაღაცა შეჩემა. კაი ჯანდაბასო. ეს გოგო რა ქვია ამ გოგოსო? მოიცა ტოპ მაგდროს ძალიან ცნობილი არიყავი უკვე. ნუ არ ვიყავ ეგეთი ტოპ ვარსკვლავი. იქ იყო ლელა წურწუმია, ქრისტინე იმედაძე, ძალიან ტოპ ვარსკვლავები იყო. ქრისტინე იმედაძე შენ ერთად ვიყავდათ გადაცემა დილაში ნუ და მე ის ძალიან ცნობილი იყო და მე გუშინ წინ გამოვჩდი და ანუ პირველი სეზონი ეს ყველაზე ცნობილი ტიპი ხარ შენ. არა მე არანაირად ახლოსაც არ გამივლია. სამორი ბალდე შენ ცნობილი იყო? იყო კი რაღაცა. Come on. მე კაცო მე გეუბნები რა მითხრეს. არა, შენ რა გითხრა, შენ ისე გჯერა, მოდი ეგ ვითხარი. არა, მაშინ არა, ნუ რა? მაშინ გჯეროდა ეგ და? აი ესე ვიდექი კორიდორში და და მეთქი შევეცოდები მაინც და რომ მოტყდა ფეხი მე. და რა კიდე გქონია მონაცემები სეკვის ესე იგი? კი არა, მე მგონი ცეკვა გამომდის. ერთ-ერთი რამე რაც გამო. ნუ აი ხმა მაგალითად ქომიანა თუ მაგრად. ჩვენ არ გამოგვივა ზუსტად ვიცი. კი. ის დალევა იყო, საყი. ყველაფრის. არა, არაყი ესე ღვინო მიყვარს ძალიან. ეხა ვერ ვსვამ, იმიტომ რომ ბავშვი მყავს. არა, ყველა იძახს შეგიძლია დალიო, მაგრამ ეს ერთი ჭიქა რა ჩემ ფეხებად მინდა. დაიწყო. მახარ არის ჩვენი თვითნასწავლი მუსიკალური გენიოსი. ვაჩი, შენც მაგარი დაცურებული თუ არ კონდეს რა. ჩემი აზრით შედევრებს ქმნის რა. ანუ მაყურებელს უყვარს ან. მივა ბიტბოქსოთ, მიდი. იაბადა დაბადა. აი, ამ გადაცემის პრობლემა რა არის, იცი? იმას. ხო. ესენი არიან საეჭვო კაცის გუნდი ეს ორი. მე ცალკე, მე მოწვეული მე სერიალებში ვიყო, ხო იცი, სპეციალური მოწვევით, აი ეგ ვარ მე. იმისთვის ამას დიდი ვარსკვლავი არ არსებობს. აუ რა კარგია ეგ. სოფლიოში არავინ არ არსებობს ამაზე დიდი. კალა, ძალიან მიყვარხარ და კომენტატორი. რა თვითონ ასწავლი, შეჭო შალახოს გარდა არც დაკვრა არ იცის. ერთ-ერთი საუკეთესო კომენტატორი ხარ ჩემი აზრით ისტორიაში. აი ეს მართლა გონია თუ ეს კარგია ეხა აი იმას გონია რომ ამან დაკვრა იცის და გადაცემაში და უკრავს ხოლმე ამან. არა რა გინდა უკრავს ეგრეა შენ. ნუ კი სწორად გქრო შენს მენა რო არ გაქვს. არ მაქვს. აშკარად სწორად გითქვამს.
ბეგონი შენ პროსტა რა არ შეგიძლია ამის გაკეთება მაგიტოთ რა არ შემიძლია ხელები აიღე ერთსამი ხელები აიღე მართ ყოჩა თავის დრამებს და ყველაფერს კაი მომე რაზე გაკ დაყენებული შეჭ რაღაცაზე აქ დაყენებული აშკარა კაი არ ვიცი არა არ ვერევი შენს კომპეტენციაში რაზე აქ დაყენებული ბიჭო კნოპკას რო აჭერს სიმფონია ანუ ერთი კნოპკით უკრავს ეს როგორ დააყენეს აუ ეხა გამახსენდა מחარ ეგ მიკროფონი ის პიანინოს სტუმრისთვის ჩავერთეთ ჩვენ გასწორებულია ესე კარგადაც ვერ დაუკრავ ხო გიორგიმ როგორც კი დამადე ესე ხენი დაადებ დარწმუნებული იყო რასაც უკრავ ნუ გიგვაშალიშვილი და დარწმუნებული იყო არა ერთი წუთი მარცხენა ხელი თეთრს დააჭერა და აქ ამე დაუკარი აღარა უშო მიდი არა დაუწიო ესე ფარება აიცი შენ ექსი აღარ შვება არაფერს ჩაკეტილი აქ კეთ არა შენ აგონა სახეებს იცვლი ეს დეგრე სახით აკეთებ მაგას შენ რო იცი ხო მე რო ყვები ხოლმე ბოლოს არა ხაბატონი ნუკი პიანოს დაკლაში მის საქართველოს თავარი არის რომ შეასაღო ადამიანებს რომ კარგად უკრავ ამას თუ ამ ხრიქს თუ მასწავლის კი გასტროლები წავა რა ხმა იყო დაახტის ემოტაში ბატონო გიორგი დიდი მადლობა ბატონო გიორგი ძალიან გთხოვთ გადავცეთ სიტყვა თამადას ახლა ხსოვნები ჯერ არ დაწყებულა ბატონო გიორგი თვალებს რო ხუჭავს ხოლმე პროსტა ხაფერისტია ბიჭო აი ეს ყველაფერი ამით თავდება ბოლოს ყველა კომპოზიციის ბოლოს არის შალა ყველა გადაცემა ასე მთავრდება არა მე მახსოვს თითი მთავრდება ბრავო იო ნაი ნახე შეხედე და პროსტა ცუდად ვარ როზების ჯინაზე ჩვენ განცემ ულაშები დამიდგა ყავს ეგზეთი кайიყო ნუ კი მინდა ისო რომ სიბედნიერ დაიწყო ბოლოს შეფასებითი მარსა არ მეგონა ყველა სტუმარს უნდა რომ არ ეგონა ესეთი კარგი ბოლოს ხო ეს არ გეგონოს რომ შეამართოს ბოგმები ბევრ ამას იტყვიან მაგრამ არ დაუჯერო მე მეგონა რომ ძალით აკეთებდი რომ ვითომ თავისუფალია არა თუმცა მართლაც თავისუფალია ადამიანების ცნობა არის შორიდან შენ ამ თუ არ გაიცანი ისე ვერ ხვდებია ჩემი აზრით არა როგორ არის ამ პოდკასტში ხო მაგრამ ამ პოდკასტიდან არო გავდივართ ხოლმე გადაცემის მე ისე ხალე რატომ მოიყვანე თლადეგრე არის ძახის მაგრამ რამდენიმეზე უთქვა ეხა ეგეჯო ეგრე არ მithავს ეს ნერვიულობ მე ეს ბავშვებს ხოლმე ხო და მე მართლა მეგონა რომ ეს ყოფილი ანუ რაღაცა შოუ იყო მაგრამ არა მეგობრებო ხაბატონი ეს ხაბატონს გეძახ ხო არ წყის აუ ნუკო და რაც კი 3 წლით არის შენზე დიდი მეტი კი არა რაც კიდე ის დამწახ ჩვენთვის ნუკო თქვენთვის ნუკი კოშკელიშვილი არის ადამიანი რომელსაც მართლა ეგეთია როგორც ვიდეოებში ჩანს ანუ აგეონთი რამეს თამაშობს აი მოდი მე ძალიან ხშირად ტელევიზიაში
ტელევიზიაში რაღაც როლები აქვს ხოლმე მორგებული და ტელევიზიაში რა პერსონასაც ხედავ, ხშირად შეიძლება იგივე არ გაგხვდეს გარეთ. ჩემი აზრით, ნუ კი ზუსტად იგივე პოზიტივის და რაღაც დადებითი ენერგეტიკის მატარებელია, რაც დადებითი ენერგეტიკა ძალიან ხდება. რასაც ხედავდით ჩვენ ტელევიზიაში და ეგ ძალიან იშვიათია რა მართლა. ხო გითხარით პოზიტივის ბრალიც არის, ფილერების ბრალია ეს პოზიტივი. მე მინდა ვთქვა, რომ მე ზუსტად ვიცოდი. გამოაგორეს ხა დაიწყებს. მე ზუსტად ვიცოდი, იმიტომ რომ ადამიანები ცნობა შორდანაც შემიძლია. და საერთოდ მუშაობდით ტელევიზიაში პაწუბურში. არა, ერთად გადაკვეთა არ ქონია. სხვა დროს, კი ბატონო. და ტელევიზიაში სადაც ეს შაბლონი მეფობს ხოლმე როგორც წესი და ძალიან დაყენებული აქვს ხოლმე ლაპარაკის მანერა და ასე შემდეგ, შენ იქაც გეტყობოდა რომ შენი ინდივიდუალიზმი ქონდა და არ თამაშობდი ისაც იყავი და მე დარწმუნებული ვიყავი რომ თავისუფლად იქნებოდი ჩვენთანაც და მადლობა მინდა გითხრა რომ ვიყავი ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიშეთ, იმიტომ რომ ეხლა რომ მივხვდი რა გადაცემა მიკვირს რატო დამპატიშეთ. რატო პირიქით? მე მგონი ამ ფორმატისთვის ანუ ძალიან ჩვეული იყო შენთვის რა ესე. გრუპო ინდექსი ვისი არის? ვის შეფერილი სხვაგან არის. არა. კი, რაღაც ფანტობა. არა, რატო არის? გავიგე ეს თვის კრიტიკა რომ რაღაცები კარგი გაფარია. შენ თუ YouTube გინდა რომ გააკეთო კარგად და აი ხა აი როგორ თქვენ როგორც გამოცდილი YouTuber-ები რა სიტყვით? ჩემი ადგილი არის YouTube. არ უნდა მოაბეზრო ეგრე, ანუ ყოველდღე ატვირთვა არ ვარ და. ანუ ეხა საკეთებ მაგითი არ არის. მართლა მე რომ მომწონს რასაც ვაკეთებ. არა, მაშინ რაც ფოქუსი საკეთე და იყავი ეგრე მარტო. აბა რას აი შენ რას ცოტა დაამონტაჟე რაღაც ანუ ამოჭერი რა ისინი აი რა ამოჭრა და აი ეს რომ მიდიხარ და გზაში 1 საათი რომ მიდი ჰაერები ეგენი დაკათე ჰაერები რა და მარტო საინტერესო ანუ ჩხუბი ჭამა და სექსი დატოვე ანუ ეს შუა რომ მიდიხარ აქამდე ეგენი დაიკიდე აჰა და ისე არის ჩემი ადგილი YouTube-ზე აუცილებლად არა ყველაც არის და ყველაც რა მე მგონი შენი ადგილი განსაკუთრებით არის იმ ხასიათით და ხო მართლა მონუსხავ ხალხს რა კი და YouTube-ზე ოღონდ ამას ყველას აღვებნებით და ვიღაც ტელევიზიის ხალხი ვინც YouTube-ზე ცდილობდა ფეხის მოკიდებას თავიდანვე ვამბობდით რომ არა ანუ ხვდებით რა აქ რა არის მომგებია შენ გავს შენ ცოტა ჯენზი ხარ რა ვაუ აი ხო თქვი რომ ბოლოს ვიმეგობრებთ თქო და მე მგონი რომ მოგწერო მიპასუხებ. არა, მოწერილი მაქვს ჩემი. რა გაქვს მიწერილი გააჩნია? ეთყობა კაი რამე არ გაქვს მიწერილი. არა. არა. მოიცან. არა, მთავარი იცი რა არის? ეხლა YouTube-ზე თუ გინდა შენ რაღაცების კეთება, თან ჩვენ რადგან ვაკეთებთ, მე უყურებთ რა, ვიღაცებს უყურებთ, რა საკეთებ. მეც არა, მეც ნახე აუცილებლად უნდა უყურო და ყველა თქვენ უეჭველი გიყურებთ აწი ყოველთვის. მეც ახლა გამიგიწერთ. ძალიან კარგი ნახე გამომწერები ბიშოვით. ნუ კი რამეს ხო არ ურჩევდი ამ გადაცემას. არაფერს არ. მე როგორ უნდა გირჩიოთ თქვენ რამე. ძალიან გავერთე, მართლა ძალიან გავერთე, ძალიან მომეწონა თქვენთან ყოფნა და ძალიან მომწონს ეს ფორმატი. გონია რომ თქვენ რო ესე თავისუფლად ხართ, მე რესპონდენტიც ძალიან თავისუფლად არის. არა, მიმიწერია, უბრალოდ გასიჯვა შეიძლება. რატომაც დიდი მადლობა შეფასებისთვის თქო, რაღაცებზე მომიწერია კაცო. მართლა? აბა ეხა ეს. ანუ მედაქსინე? ხო. აი ასე მაინტერესებს არის რეკლამა თქვენთან და აი მაღაზია მოიც არ უთხრა გიპოვოს ერთის ეხა ეს რა არის ვერ გავიგე ნუ კი ნუ იპოვე აბა კაი არა არ ვიცი ქართული ასეებით აჰა ვიყავ ნებისმიერ ამის აწედა მე მგონი ჩემთ ანუ გიპოვე რომელიმე არხს ამოაგდებს რა იპოვე აბა ბეცონის არხი იპოვე კი ბატონო ყველაფერი ვიპოვე ეს არის ეს არხსაც ახლა ვარ ჩვენ კიდე არხები გვაქვს ბევრი ეს არის საეჭო ვოკაცი გამოიწერე საეჭო ვოკაცი რეკლამა რომ მიგა გარიც სად მიგა გეუბნე მამა ჩემმა მითხრა ხო და მამა არ შეამოწმა მე რო სკამში იღებდი მონაწილეობა აი ხო დავაფოლოვე კიდე რა ვქნა მითხარ აღარაფერი საკმარისია ტელი YouTube-ს იცნობ მანდა გაიგე ყველა საკმარისია ჩადო ტელეფონში ჩადო პროტესტის კი არ გაუჩნდა რომ მოიცაო კალავა არ გამოვიწერო არა ხართ ერთად ანუ ერთად ვართ მაგრამ ისე კაი არა ისე კალა როგორ გამოგიწერე კალა მე წეგან ჩემი არხი გითხარი და დაგავიწყდა 8 ფეხა ოქტოპუსი ალკოჰოლის მაღალი დონე და ამოაგდებს ოქტოპუსი გამოვიწერე უი ეს რაღაცა სპორტულიც არის ყველაფერია ჩვენ ესე კი ეს შემქმარს იცი როგორ მოეწონება ბრავო ბევრნაირი ფორმატის გადაცემა ჩვენ იუმორისტული გადაცემაც გვაქვს სხვათა შორის სადაც იმპროვიზაციული იუმორზე არის დაფუძნებული მოპარული უცხარი და შეიძლება იცოდეს ის გადაცემა საიდანაც მოიპარეთ Whose line is it anyway არის ეგრე ქვია გაცოცხლებული შოუ რო იყო ხოლმე კომედია ხრი რო აკეთებდა გახსოვს რო გამოდი ცოცხალი შოუ ერქვა მაგას ცოცხალი შოუ ხო რა აი ეგ მოიპარეს ამათმა რა აი საკეთებენ შეოფასოთ ანუ იბატონო მივიღებ ყველანაირ კრიტიკას ეხა კი გადაცემა პოზიტიურ ნოტაზე ნუ კი ძალიან დიდი მადლობა იმის რომ მოხვედი ჩვენთან და ამდენი ხვეწნის და მუდარის მერე ძალიან დიდი მადლობა პირველი ინფლუენსერი ხარ რომელმაც
საკუთარი ბრენდი გამოვიდა. მიკროფონი შორს არის რას ნიშნავს? აღა პიში ხო ჩავიდებ, შეჩემა, აჰა. პირველი ინფლუენსერი არ ახარ, ვინც თავისი ბრენდი გამოუშვა ჩვენთან იყო, მანამდეც იყვნენ ჩვენთან სხვა ადამიანები, ქალბატონი მაია აწატიანი. მეორე უკვე შენ ხარ. როგორ გაძლიერდა სატელევიზიო გამოცდილება? ხო, იმასაც მაიას უთხარი, რატო არაფერი მოგიტანე, შენს გითხარი, რატო არაფერი მოგიტანე? ციკოლია იყო. ციკოლია იყო, იმას უთხარი, საათების ადარიო, არ მოუტანი არც იმას. აქ მანქანებს იცი, არ მოვიტანი გეტყვი რატო? იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე შეტენვა და მოდი ხა ჩემ product placement დავდებ რა პონტია. პირიქით. ეგ ძალიან და მაგას მოგცემ ნახე კადრს მიიღმა და უფრო ჩამეტყობა, იმიტომ რომ არ იქნება აი მოდი გადავიღოთ და შევტენოთ. შენ რომ განაცემას უყურებდი ხო ეგ და რა მამაკაცების აუცილებლად მოიტანდი რა. იმიტომ რომ უფრო გავხურდებოდით შენ მოტანილ ბლესკზე. ისე გამოგიგზავნით. ბლესკ სახში გახურდი თუ გინდა მაინც. დისკოტეკებში თუ არის გამომიგზავნე. აუცილებლად. მაგა რო გახურდები ჩამიგდე. გახურების მერე ძალიან მაინტერესებს როგორი. შევხურდები და მე გახურებულზე რომ ის არის. კარგით. მადლობა. ძალიან დიდი. ნუკის არხიც ალბათ აღწერაში იქნება და გამოიწერს ხალხი, ხო? მეტიც გრაფიკულადაც აუ, გამოვა. ძალიან მართლა? აბა. აუ, ძალიან დიდი. რაჯიგრები ვარ პროსტ. რაჯიგრები ხარ შოს? ძალიან დაგემატება აქედან. ვაუ! ბრავო! თამასა დაუწეს ამახარა მინი. არა, ძალიან დიდი მადლობა მართლა. პირიქით. კაი. ადამიანს გადმოვიდეს და ინტერესი გამოხატოს ჩვენ გამო, შენი არხის, ეგეც რაღაცაა. ერთიც საკმარისია და ნოლიც ძალიან კარგია, მე სიამოვნა რომ ეს უბრალოდ ჟესტი ჟესტი. Это в жесту наливайся на next. ჩვენ კი მაყურებელს დავამშვიდობოთ ერთი კვირით, ალბათ აგვისტოში მე შეებულებაშიც ხავალთ, ხო? მოიცა არ გაქვთ ინსტრებები? სპეციალ არა, იმდენი მოვლენები ხდება, რომ წიწები ჩავწევთ, მაზავთ. წინაზე ქონდა ეს წიწება და კაცი გამაყოლეს. ვერ დავეწიე ბიჭო. ნუკი მარიც ალბათ ეგ დრამები და მე არა, თუ არ იცი დაიკრე, ეგეთი ბედნიერი ცხოვრება გქონდეს. კალა წამოიხიეს. იმენა აპორთხიალეს. მართლა, იმე თან დადიოდა, თან უბერავდა. არ მინდა ამას საუბარი, ძიმეთ იღებს ამას. ამერიკეთ მილვეტა მაგარი კაცი. ხო და დაგემშვიდობით ხა, ერთი 10 ჯერ დაგემშვიდობით და კარგად იყავი, ნუ კი მართლა იმე ტვინ წავიდა. დიდი მადლობა ნახვამდის. კარგად. ძალიან მაგარი.